გამარჯობათ, მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. დღეს პრეს-პრესში ყველაფერი რიტმულად განვითარდება, რადგან დღეს ვსაუბრობთ რეპზე. ჩვენი პრეს-გუნდის შეტევის მოგერიება დღეს ქართველ რეპერებს მოუწევთ და ესენი არიან კაბუ, ლექსენი და შავი პრინცი. საღამომშვიდობისა დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მივესალმები ასევე ჩვენს პრეს-გუნდსაც და ველი მათგან გარეპილ გალექსიულ შეკითხვებს. თუმცა მანამ სანამ საუბარს დავიწყებთ, მოდით გავარკვიოთ თუ როდის და როგორ შემოვიდა საქართველოში რეპ კულტურა. ისტორია სახელწოდებით რეპი ქართულად პრეს-პრესის პროლოგში. ისევე როგორც ბევრ სხვა მუსიკალურ ჟანრს, არც რეპს გაუდგამს ფესვები ჩვენ სამამულო მუსიკალურ ნიადაგში და არც ამ ნიადაგის მოსავალია კლასიკური ქართული პროდუქტი. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულება, ისიც იოლად აღმოჩნდა ქართული მუსიკალური სივრცის ფართოდ გაღებულ კარებში და აქ იწყება ისტორია რეპი ქართულად. ოთხმოციან წლებში ამ მიმდინარეობას დასავლელი კრიტიკოსები მუსიკალურს არ უწოდებდნენ. მათ მკაცრ შეფასებებში რეპს მხოლოდ და მხოლოდ ქუჩური ყოფის ელემენტად დარჩენის პერსპექტივა ჰქონდა. თუმცა უკვე მაშინ, როდესაც ახლად შექმნილ MTV-ს ჩარტებში პირველად მოხვდა რეპ სიმღერა, არც თუ ისე ხალისით გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეპი ცოტა ხანში მსოფლიო ბაზარს დაიპყრობდა. ეს ცოტა ხანი დასავლეთისთვის 10 წელი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც აფრიკული რიტმებისა და ზანგური კვარტალების მუსიკალური შთამომავლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის ბევრად უფრო მცირე დროში, სულ რაღაც 60 წელიწადში აღმოჩნდა მისაღები. გარითმული სიტყვები მუსიკის თანხლებით. ამ სტილის ყველაზე გულუბრყვილო, მაგრამ მაინც ელემენტების სადემონსტრაციოდ ქეთო და კოტეს ერთ-ერთი სცენაც გამოდგება. რა თქმა უნდა, ამით არავინ ამტკიცებს ქართული რეპ საძირკველის არსებობას. უფრო სერიოზული ქრონოლოგია ასე გამოიყურება. პიონერი რეპ ელემენტების გამოყენებაში ახალგაზრდა ირაკლი ჩარკვიანი აღმოჩნდა. და ვიცი როგორ შეიკუმშა დრო. დავინახე ჩემი სახე მომერია საუდა. სიყვარულის თვალი მახეტრაზე. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი და ეს იყო მხოლოდ რამდენიმე სიმღერა მრავალფეროვან რეპერტუარში. ცნება ქართული რეპი და სტატუსი ქართველი რეპერი გაცილებით გვიან 90-იანების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში გაჩნდა. ბუმი, ანუ მასობრივი ქართული ჰიპ-ჰოპ პროპაგანდა შავი პრინცის, ძებნილის და ჯერონიმოს ცნობილი რიტმებით დაიწყო. თუმცა აქტიური ქუთაისელი რეპერების პარალელურად მართალია შედარებით ჩრდილში, მაგრამ ასევე აქტიურად რითმავდნენ მუსიკის თანხლებით ცნობილი თუ არც ისე ცნობილი სახეები. ბოლო 3-4 წლის მანძილზე მარტო თბილისში უკვე დაახლოებით 30-მდე რეპერი თუ რეპ ჯგუფი გაჩნდა. ქართულ ენაზე სათქმელის დამარცვლას ზოგი ეგრეთ წოდებული შავი რეპის სტილის დაცვით ცდილობს. ზოგი კი ცნობილი მელოდიების რეპ ინტერპრეტაციით აგვარებს პოპულარობის საკითხს. საბოლოო ჯამში კი სამამულო რეპ პროდუქციის შესაქმნელად ბენდენიანმა თუ უბენდენო ქართველმა რეპერებმა სტარტი რეკორდული სისწრაფით აიღეს. არაშავკანიანთა კვარტალების არაშავკანიანი წარმომადგენლები დღეს მუსიკალური რიტმის თანხლებით სოციალურ პრობლემებსაც ეხებიან და ფილოსოფიურ აზრებსაც განაზოგადებენ. თუ სულ რაღაც 5-6 წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, დღეს ქართველი რეპერებისთვის და მათი ფანებისთვის კონცერტებიც იმართება. ერთი წლის წინ კი ქართულ რეპერ მამაკაცთა არმიას დედრობითი სქესის წარმომადგენელიც შეემატა. მოკლედ სამამულო შოუ ბიზნეს სივრცეში რეპი კომერციული პროდუქციის სტატუსით დამკვიდრდა. და კიდევ ერთი საინტერესო დასავლური ტენდენციის ქართული ვერსია. სხვა მუსიკალურ ჟანრში მოღვაწე მომღერლები გამალებული ტემპით წერენ დუეტებს სწორედ ქართულ რეპერებთან. დაიცი, რა მინდა, ერთად ვიყოთ მე და შენ. ერთი სიტყვით დღეს ქართული რეპი მიუხედავად კრიტიკოსთა შენიშვნებისა, მისი არატრადიციული და არაქართული ძირების თაობაზე მაინც არსებობს. არსებობს იმის მიუხედავადაც, რომ ქართული რეპერების ნაწილს ჯერჯერობით თავი ვერ დაუღწევია ამერიკული კალკის ტყვეობიდან. Sexual
მაშ ასე მუსიკის თანხლებით გარითმული სიტყვები მიმდინარეობა, რომელსაც დაიპყრო მთელი სოფლიო მუსიკალური ბაზარი და რომელიც რეკორდული სისწრაფით იპყრობს საქართველოს სამამულო მუსიკალურ ინდუსტრიასაც. რეპის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი იქნება ჩვენი დღევანდელი მთავარი თემა და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს, ასე რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი შეკითხვაა დაგროვილი, ამიტომ მე დიდ დროს აღარ წაგართმევთ და ბურთსა და მოედანს გადავცემთ ჩვენს მთავარ დამბრტყმელ ძალას. ჟურნალისტები რეპერების წინააღმდეგ ან იქნებს სულაც პირიქით. დავიწყოთ. და პირველ შეკითხვას დასვამს ლალიფაცია. არატრადიციულად. ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები, მოგესალმებით. მე მგონი რაღაც უნდა ჩავიფიქრო, ხო? სამი რეპერია ჩემს პირისპირ. ეს ხუმრო. ჩავიფიქრე. კითხვას რაც შეეხება რა შეეხება კითხვას? ეს ორი ადამიანი შავი პრინცი და ლექსო ჩვენს პირისპირ იყო. როგორც მახსოვს, პირველად არის კაბუ. ამიტომ პირველი კითხვა კაბუს, თუ შეიძლება. ბატონო კაბუ. ან უბრალოდ კაბუ. უბრალოდ. დრამის მსახიობი ხარ კაბუ? შენი ფანი ვარ, მინდა გითხრა. როგორც მსახიობის თითოეული სპექტაკლი სამჯერ თუ ორჯერ მაქვს მაინც ნანახი. შევთავაზეთ იმაზე, რომ ფიგარო არის შენი მწვერვალი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მაგრამ დაკნინება არის თუ არა შენთვის რეპი ამ შემთხვევაში როგორც მსახიობისთვის. როგორ მოხდეს ერთად ამ გაუგებრობაში? თუ ეს გაუგებრობაა? იცი რა. გაუგებრობას ხლათ ვერ დავართმევდი, ხო, მესმის ასვაგეთება. რაღაცა თუ ვინმეს არ ესმის, რაღაცნაირად გავაგებინებ და თუ ისიც ვერ გაიგებს, ვიღაცას ხო ესმის. ამით ბედნიერი ვარ და მაყოფილდები. შენ იმით ხარ კიდევ ორი ადამიანისგან გამორჩეული, რომ ადრე დაიწყერები, ხო? არა, მე გეტყვით, რომ პრინცი, ანუ შავი პრინცი შურიკა, ჩემი ძმა, შურიკას ვეძახი ჩვენ ძმები, მეგობრები. საძმო. რეპერების საძმო. ხო, ჩემზე ადრეც და ბედინაზე ადრეც მოღვაწეობდა, ოღონდ ქუთაისში, სადაც სამ კაცს საინტერესებდა ჰიპ-ჰოპი და თბილისში ვაფშე ერთს, ბედინას. ისიც გახომი და რაღაცებს ლაპარაკობდა. შენზე ადრე? ჩემზე ადრე მათ შორის. მაშინ მე პოსტ-პანკს უკრავდი და დაახლოებით საერთოდ ქუთაისელებმა ყველაზე ადრე დაიწყეს. ხო. გარეთვა. მეც ესე ვთვლი კი არა და ეს ფაქტია რა. ასე რომ მე პირველი არ ყოფილვარ, ესენი უფრო პირველი. თბილისში ბედინა იყო. მე ბედინამ რაღაცნაირად ჩამოშორდა ჰიპ-ჰოპს კი არა საერთოდ ესეთ აქტიურ ცხოვრებას რაღაც მიზეზების გამო. პრინციპში ლალი ამის შესახებ სიუჟეტი აი თუ არსებობს რამე იერარქია თქვენ შორის. ქართულ რეპში. რაღაცა არ ამგონია რა. თქვი რა? და კონკრეტეთ თუ კი რამის და კონკრეტებას აპირებ მინი. რატო გამხიარობდი ასე? არ ამგონია ეხლა რომ ძალიან აი რაღაცა ისე ჩვეულებრივად ცხოვრობთ ჩვენი რითმით მიყვებით ამ ცხოვრებას. დაკმაყოფილდა მე მგონი ლალი და მიკროფონს გადაცემს შემდეგ ჟურნალისტს. შემდეგ კითხვას ვინ დასვამს? თემო? კი ბატონო. საგამშვიდობის რადიო ფორტუნა ჟურნალი ანა ბეჭდი. აი ქართული როკის მსგავსად რო არ მოგვივიდეს. თქვენ ხართ ქართული რეპერები, ხო? კიტები ასე ვთქვათ რა ქართული რეპერები. ესეთი რაღაცა მინდა რა. ვინი? ხო, წინა კი ბატონო თემო. ესეთი რაღაცა რომ აი თქვენ კლიპებს რო უყურებ. ხედავ ძალიან ბევრ შიშველ ქალს, ძალიან ისეთ მანქანებს, ძალიან ისეთ სიტუაციას, რაც აი მე პირადად აქაურ რეალობისგან ძალიან შორს მეჩვენება რა. ეს ლიმუზინები, ვიცით თბილისში არის ორი ლიმუზინი, ერთი საათი რაღაცა $50. მე არც ერთ ჩავდაბა. ბენზინით შეუნდა ჩაუსხა რაღაცა ეგეთები და აი ეს ლიმუზინი თითქმის ყველა კლიპში ეს ძალიან მაგარი მანქანები, ძალიან მაგარი ბევრი ქალები. ეს რეალობა ჩვენი არ არის. ეხლა იმათ კლიპებს რო უყურებ. ვიცი რომ აი ნუ უცხოელ რეპერებს ამერიკელ კლიპებს რა, ამერიკელი რეპერების იმათ რეალურად ლიმუზინები დარწმუნებული კი არა, ვფიქრობ რომ ორჯერ მეტი ქალები ყავთ და არა, ორჯერ მეტი შეიძლება ყავდეს, ქალი, მაგრამ ლიმუზინი აი მე რა იმათ უყურებ, აი არ მიჩნდება რომ ეს ყავდია და რა. ნუ ჯერა რა. იმიტომ არ გიჩნდება ის ზაპადნი მუსიკა და მაგით. MTV-ზე არის სპეციალური გადაცემა, სადაც ხო, აი ესეც არის მათი სახლები და როგორ ცხოვრობენ და რა მანქანები ყავთ და ქალები. ჩემ და სამწუხაროდ მას დავწმუნდი რომ გაცილებით მაგარი მანქანა. ხო და მე ისე თქვენ იმას ვუნდები თქვენ რეალობას ვაი. შევა იქნება კი არა, მე ესე მგონია უფრო აი ოპელში რო ჩაჟდე, უფრო შეიძლება გიპასუხო, ხო? მე ჩემს კლიპში მყავს ერთი მანქანა გამოყენებული
კუპე იყო იმის იეშკასი. ზუსტად ეგეთივე მყავდა შავი. ზუსტად. ანუ პრინციპში ყავს ადამიანს და რას ყავს იმას. ეხლა მყავს BMW. მე-7 სერიის. ჩორნი ბუმერით დადიხარ? ხო. ანუ მე ცოტა შევესაბამილი რეალურად. ანუ ყველასთან ეს სიტუაციაა, რომ ეს ძალიან მაგრავს. ქალებიც, ნუ ეხლა ქალებს არ ვიცი. აი როგორი სიტუაცია არის, იცით? ეხლა თქვენ აქცენტი გაქვთ კონკრეტულად აი ლიმუზინი და საუბარი იყო იმაზე, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, რასაც კლიპებში იღებ. თუ ზივარს ეგ მე იმ მანქანაში, значит რეალურია, კაიგე? იმიტომ რომ მე იმ მომენტში ზივარ იმ მანქანაში. ეხლა მე ვქირავ, თუ ყიდულობ, გინდა მიყიდია და ფული გადამიყიდე, გინდა 1 საათით მიქირავებია, არა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, აი მე ვქირავ, იმიტომ რომ მინდა მე ის რომ მყავდეს იმ მომენტში. არა, იმ მომენტში გასაგებია და კლიპისთვისაც ლამაზია, მაგრამ მე ვამბობ, რეალურად თუ გინდათ თქვა რომ ხალხმა დაგიჯეროთ, რა თქვენ ესეც ხო, თქვენ ეს ხალხი ხართ, უფრო რეალობასთან შესაბამისად რეალურად იყოს კლიპი. არა, რეალურად ეხლა მე უფრო სპორტული მანქანები მომწონს რა. და ყავს Porsche წითელი სპორტული მანქანა, მაგრამ არ დამაინტერესა კლიპში რო ყოფილიყო რა ეს მანქანა. არანაკლები თქვა შესახედავად და კომფორტული ლიმუზინზე, მაგრამ საუბარია არა კონკრეტულად მანქანებზე, არამედ ზოგადად რა. არა, იმ მომენტში მე მინდოდა რომ ჯდარიყავი, მე არც ერთ კლიპს არ ვიღებ ისე რომ ვემზადებოდი, აი მე კლიპს ვიღებ და ამიტომ მე ტანსაცმელი უნდა მეც ეს მანდამაინც კლიპისთვის ორიგინალი და მანქანა მე ვიღებ იმ მომენტში კლიპს, როცა მე სიამოვნებდა გადაგებდი, იცი რა ეს არის ჩაულებრივი ამბავი ხა უნდა გეცვას როცა კლიპს იღებ უნდა გეცვას განსაკუთრებულად აბა ეგრეა სცენაზე რო გადიხარ უნდა გეცვას განსაკუთრებულად ცხოვრებაში რაც გაცვია ის არ უნდა გეცვას იქ კლიპში და იმაში რა ქვია სცენაზე ანუ პრინციპში თემა შევთანხმდეთ რომ რაღაცების დადგმა კლიპებში დადგმა კი მაგრამ ხომ მივხვდი მე რაც ჩემს კლიპში შავი მანქანა თან ჩემსაც ის ყონდა სახურავი კი არა და რა ქვია კრიშა როგორ არის ეს ხო ისე რა ქვია კაბრიოლეტი გაიგე და იმ ბავშვი ჩემთან ერთად ვინც იყო უნდა კაბრიოლეტი მინდა აიდახტა და მოვიყვანა კაბრიოლეტი და პროსტა იმაში დავჯექი რა იგი აი ბატონო ეს თემა მე მგონი გავარკვევთ და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე ხატია შავგია არის სუპერი კითხვის გამარჯობა რეპერს ჯერ პირველ რიგში კითხვა მექნება კაბუსთან და თქვენთან დამეთახობით ალბათ რომ აი ბოლო პერიოდში რეპ ინდუსტრიაში გადატრიალება ნუ ფურორი მოახდინა ლექსომ ხო ლექსემა და მე მაინტერესებს თქვენი როგორც კოლეგების რეაქცია ამასთან დაკავშირებით თქო გთხოვთ გულწრფელები იყოთ გადატრიალება როგორ მარცხნივ მარჯვნივ ყველაზე პოპულარული ყველა მხრიდან ოთხივე მხრიდან რეიტინგი ჩემი აზრი როგორია? მე ვარ, ესე იგი, ძალიან ამახი ამით, მინდა გითხრა, მართლა ოღონდ დედას გეფიცები, იმიტომ რომ ვიღაცამ მოახერხა ის, რომ ამდენი ხალხი აიყვანა ერთად ესე ჰაერში და უცბად სპორტსათხრში ჩასვა და მოასმენინა რეპი. ხვდები? ანუ რაღაცა გამოვიდა აქედან. და მიამაყებ ამით, რომ ეს არის ქართველი. და არა რუსი. საქართველოში. ნუ ჩვენ თეატრში ვარ, ბაბათი. ამდენს ვერ ვახერხებდა. ხო, მაგრამ იცი რა, ეს ფარული ანუ კარგია, მაგალითად, აგა შეიძლება ჩემი აზრით, ახლა ჩემთვის მთავარი რა არის, იცი, მე უკვე იმ მომენტში ვარ, რაც უფრო მალე წავალ ამ სფეროდან, მით უფრო კარგი იქნება ჩემთვის, იმიტომ ამ კაცს რას ეკითხებით, მახატვირე? ეს არის ისეთი ბებერი ამ საქმეში, აი, ტარი, ეს არა ცოცხალ კი არა. ჩემთვის რა არის თავარი, იცი? ჩემთვის 800 წელია მაგას აკეთებს ჩვენთან. აი ეს მიმართულება, ეს სისტემა ოფილიკო, აი თქვენ გაგჩენოდათ პრეტენზია. ჩემთვის იყო თავარი ეს. თქვენ გაგჩენოდათ საკამათო თემა რა. აი პირადად მე მოგეწვევთ სტუდიაში, დავჯდარიყავით, გქონოდათ ჩემთან კამათი, გაგიშიფრათ თუ რა იყო რეპი, იმიტომ რომ ეს კითხვები არავის არ აწუხებდა 10 წლის უკან. თუ ამას მიახსენებთ რომ ეს ყველაფერი ლექსომ გააკეთა, რომ თუ ამას მივახციეთ ჩვენ, არა, მარტო ლექსოს არ გაუკეთებია ეს რა. მარტო ლექსოს არ გაუკეთებია ეს. ეს გავაკეთეთ ჩვენს უყველამ ერთად. მეც, ლექსომას, კაბუმას, ბედინავას და კიდევ ბევრმა ვიწყო. მაგრამ რა ხდება, იცი? თუ ნაბიჯი არსებობს ერთი და რეალური, რომელიც თქვათ, აი, მასაში უფრო ღრმად შევიდა, ეს მოახდინა ლექსო. ჩვენ ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ვერ შევედით ისე ღრმად, როგორც შევიდა ლექსო. ამიტომ მე მაგრად მისწორდება, რომ ეს სისტემა არ აქვს მნიშვნელობა. ეს ლექსომ გააკეთა, კაბუმ გააკეთა, ბედინამ თუ მე ყოველ შემთხვევაში
თქვენ მოგეწათ ანუ სალაპარაკო. დაგეცათ. შეიძლება მეც თქვა რამე, შეიძლება მეც ფურორზე და იმასთან დაკავშირებით, ფურორთან და იმასთან, ვაუ, ამბებთან დაკავშირებით. პირველი სიმღერა, კი არა, პირველი კომპოზიცია, რომელიც მე ჩავწერე, მაპატიებს ლექსს, ცუდად ხო არ გამიგე. არა, თავრას ცუდად არ. ის თუნდაც როგორ ვიტყვი კაცო რა. გაუფლება. პირველი სიმღერა, რომელიც ჩავწერე, 2 წელი ტრიალებდა კლიპის გარეშე. ჩემ. დღემდე ყველას უყვარს რა და просто მე ხომ ვერ მოვახერხე იმდენად მაშინ არ იყო კლიპები, ანუ იყო, მაგრამ ცუდი იყო. არ მინდოდა ეგეთი კლიპის გადაღება, იმიტომ რომ არც ახლა ახლა ჩემი კლიპები ის რა ქვია Snoop Dogg და რა მაგარი, მაგრამ იმას ჯობია რაც ყველაზე ხარ აი და მაშინ და ანუ მაშინ ვერ ვახერხებდი, ჩვენ ახლა გამოჩნდა თქვენი ადამიანი, რომელსაც ქვია მამუკა ღლონტი და გააკეთა ეს პროექტი. კარგი და მისაღები ხალხისთვის რა, ანუ მასის ის მასისთვის. და ლექსო, შენთან მექნება კიდე ესეთი ხადია, უკაცრავად სანამ კითხოს დასვამდე. რეკლამის დრო ეთერში. და საუბარს რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. ბაშას ჩვენ დაბრუნდით ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი და დღეს ვსაუბრობთ რეპზე. ხადია, გააგრძელე შენი თემა. მოვიდეთ ისე პირველ სასიტყვას და ლექსო, ხა შენთან მაქვს ერთი კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ერთი მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები ხართ, აი კაბუმ აღნიშნა, რომ შავი პრინცი, ბედინა ძმები არიან ერთი საძმო და ნუ ესე ხდება ხოლმე, ხო, ევროპული სტანდარტებით, ესა რაღაც რეპ საძმოები. შენ თითქოს განცალკევებით გახარ და შენ საძმოს აყალიბებ, თითქოს ფსევდო საძმოს, ანუ შენი პროექტია თითქმის Big Tico და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რატო ხდება ეს განცალკევება და ეს იერარქია თითქოს, რომელიც ლალიმ დასვა და რაღაცა პასუხი კარგად ვერ მომისმინეთ თქვენში. არა, არაფერი განცალკევება არ ხდება, ბუნებრივია. ერთს ვიტყვი რომ ხო, ამათი ძმობას შენ რომ ევროპულს არ ქმნიო, არ ამგონია, იმიტომ რომ ესენ დიდი ხანი ერთმანეთს იცნობენ და წამოსული არიან და ერთად მე საქმემაც გააერთიანა. ხო, არ გაწყვეტინებ. მე საქმემაც გააერთიანა, ხო ეს ყველაფერი და ეხლა მე საძმო მყავს უბანში და უშუალოდ ცუგიძეზე, საბრთალოზე, ძალიან დიდი საძმო ეხლა ამ სფეროში ნუ გასაგებია Big Tico-ს ჩემია, ნუ იქ მინდოს და სხვა ხალხი. ჩვენ შეიძლება ჯერ რაღაცა იდეა არ მოგვივიდა იმ დონის იდეა, რომ აი პროექტი გავაკეთოთ რაღაცა და ეხლა ახლობლები და ნაცნობები ვართ, მაგრამ აუცილებლობით არ არის განპირობებული რა ხარეპერები ვართ, რომ აუცილებლად ყველა ძმაკაცი ვიყოთ. არა, მე ძმაკაცობას არ ვამბობ, რაღაცა ერთი ტუსოკა არ უნდა. შეიძლება, ჩვენ ერთი ტუსოკა არ აქვს. არც მე, არც შაოპრინც, არც ბედინას რა. მე ცალკე ტუსოკაში ვარ, თეატრალურ სადაფიქვია ტუსოკას და ეს ხალხი არის ვაფშე ცალკე ტუსოკაში. ანუ ჩვენ რაღაც იერარქიები მე ვიცი არ ეგა და არ არის ჩვენ შორის იერარქია ვაფშე. არ არსებობს ეგეთი რა ხვდები? ანუ იცი რა ხდება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთად მიდიან სტუდიაში, უბრალოდ просто არაფერს გამო და წერენ სიმღერებს. მე მედიან ისევ სახში. აი რა. ხო, მაგრამ ყველგან, აი პოპ მუსიკაშიც არსებობენ ცოტა დაბალი დონის მომღერლები, მე საშუალო, მე ჰაი კლასები, ხო? დღეს ესეა. ყველამ ვიცით ახლა რადგან ვსაუბრობთ, ხო? თქვენთან არ არის ესე ამ ხელა ჰაი კლასები ვზივარ და რადგან მე ნუ პრინციპში Big Tico შემოგვხედე. სხვა ხალხით ნელა გაიჩიტება. ეს არ არის ამ კონკრეტული პასუხი. ხო, მაგრამ მაინც ნაწილობრივ, რატო გაურბიხართ კითხვას? რომელს? არსებობს რა რეპ მიმდინარეობაში. მამა არის მერაბ სეფაშვილი, ხო? რეპერები და დაბალი ხარისხის ხალი არის ლელა წურწუმია, ხო? აი ესე არის. აი ეს ორი არის მამა რატო? ესეა. აი თქვენთან როგორ არის? რეპში როგორ არის? აი ამ რეპ კულტურაში. მამა მე ვარ პრინცი დედა. ლექს არის შვილი. ერთი წუთი. ხარ ერთი წუთი ეს შეუნია მამის ვარ. კი ბატონო, ვალი თუ გაგვარკო ამ სიტუაციაში. კაბუ ერთი წუთი თუ შეიძლება. მე მაქვს ციტატა ინტერვიუდან. ეხლა შენ თქვი რომ მე ვარ მამაო, ხო თქვი? არა ვარ მამა. ერთი წუთით. რა ის მამა ვარ. ეს იხუმრა, მამა ვარ, კი, როგორ არა ვარ. მამა არ ვარ, შენივე სიტყვებია. მამა არ ვარ, მამინაცვალი ვარ. მამები შავი პიროვნებები არიან. ბრტყელი ცხვირებით და სქელით უჩებით. მათ თავზე თმა აქვთ და იწნავენ. მე არც ეგარ გამომდის. გესმის? აი ეს მითხარი ერთხელ ინტერვიუში. დიახ. მე რა გიქნა? რას ნიშნავს? ანუ მამა არა ვარ. როგორ მამინაცვალი? ხო. არა, არ მომეწი პასუხი. მე ზორი მე რა გქონდა? რომ დავემგავსო მამა. ხუმრობა. კუჩებზე და არის ილიკო. მე ეგეთ პასუხს მიგუთხელე. ეს ჩემი აზრით უფრო კარგი არის და უფრო მრავალფეროვანია რა. ჩვენ როცა ხვდებით ერთმანეთს, ხო? აი ჩვენ ხვდებით ძალიან კარგად ერთმანეთს რა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეპერები და ერთმანეთის დანახვა მაგრად გვიხარია რა. იმიტომ კი არა რომ ეს
ლექსო არის და ეს ჩემზე უკეთესი არის და ან მე და ან კაბო და ესეთი განსხვავება ჩვენ იმდენი მტერი გვყავს რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ მტორობთ რა არ გცალია ერთმანეთის სამტრო სხვა მუსიკალური ჟანრი არა ჟანრი არა იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ სიამოვნებს ეხლა ნახევრად წვერ გაპარსული და თმა ჩაწნული და შარვალ ჩამოჩაჩული პაკალენია ხო მიუხედავად იმისა მე არ ვეკუთვნი ეხლა ძალიან ახალგაზრდა პაკალენიას მაგრამ მე როგორც მინდა ისე მოქმედებ და ისე დავდივარ მე პირიქით სიამოვნებს ლექსოს ცალკე სასტავი ეს იმას ნიშნავს რომ ეს რაღაც განსხვავებული მიმდინარეობა ამ მიმართულებაში ჩემი ცალკე სასტავი ეს იმას ნიშნავს რომ ჩემებური მიმდინარეობა კაბუს ცალკე სასტავი ეს იმას ნიშნავს რომ კიდე ახალი რაღაც სხვა არის რა ეს სხვადასხვა ტემბრია რა სხვადასხვა რითმა არის სხვადასხვა მოძრაობაა ხო და ჩვენთვის მთავარი რა არის იცი ჩვენ ეხლა ერთ ჩვენი ერთგენ შეიძლება სამივეს დაგვარტყას და მოვილაპარაკოთ დავწუნ და თქვენ კითხვა გაგებადებოდ როგორ იცი ბოლო ან გადაწყვიტეთ თუ რატომ მოხდა რომ თქვენ ერთად მე ისე ვიბადება არა ეს არ მეინტერესებს აი კულმინაცია ვინ არის დღეს რეპში ყველაზე მაგარი რეპერი მაშინ აი ესე ვილაპარაკებ ამ მომენტში ყველაზე მაგარი რეპერი არმატურას ვინც გუნავს თუ როგორ მაგარი რეპერი არა რატო აი ვინ არის თქვენი თქვათ თუფაკი ჩვენი თუფაკი ჩვენი თუფაკია ჩვენი თუფაკი ის არ გამოვა ის მოკვდა და აღარ აღსდგება და იან ჩვენი თუფაკი ჩვენი სნუპია და ეგრე რა შენი შეკითხვა არის სუბიექტური ამ შემთხვევაში იმიტომ როცა შენ აღვფრო შოუ ბიზნესის მამა არის მერაბ სეფაშვილი არა მე ვამბობ ყველაზე პოპულარული ქალი ეს არის სუბიექტური აზრი შენი და ნებისმიერი მომღერალი ამას აღიარებს რომ მერაბი და მე როგორ ძალიან მეყავს თემურ თათარაშვილს უსმენ უფრო მეტად პირადად აქ პიროვნებაზე არ არის საუბარი, ყველა პატივცემ, მე თუმეტეს მე ყველა ძალიან პატივცემ, უბრალოდ ძალიან მიყვარს მე რა. ფედასკერაფები აი მართლა მიყვარს ძალიან. თემურიც ჰაი კლასში გადის ის. თემურიც იმ კლასში. მაშინ წარმოგიდგენთ რომ ჰაი კლასის რეპერების ხედან არის საკითხაზე გადავიდა. რაღაცნაირად ყურთან ახლოს არის. თემურის დისკი უფრო იაფია. თემური თათარაშვილი ვისაუბროთ პრესპრესში, როცა თემური გვაყოლება თემურის დისკი უფრო იაფია. როგორ არ შეიძლება? ვიდრე მერაბის? შემდეგი კითხვა. ითუმეტეს უფრო რამოდენიმე კითხვა შემდეგი კითხვა. რამოდენიმე კითხვა დაისვა თქვენი რაღაც საინტერესო გითხარით რა რაღაც საინტერესო შეგვეკითხა რაც არიძლებდა რა როგორ არ ვიძლევთ ეხლა თქვენ გინდათ რომ რაღაც რობინე მაშინ დაგინდა ყველაზე მაგარი ვინ არის? მე რა ეს მინდა თქვა აი თქვი მე ეხლა ლექსო შენადექი და შენ იგივე ვირო შენ არა ეს ხალხმა უნდა თქვა და საზოგადოება უნდა თქვა აჰა მე ვარ აი აჰა სამგია იღე ასუხიზირებულია გასაგებია შემდეგი კითხვა არის ის არ თუ რამდენად საინტერესო იქნება მაგრამ ხო დალი ხოჯავა რადიო ფორტუნა პლუსი ყოველთვის მომიწყდება თავის წარდგენას თავი დაიზღვია საინტერესო ეს იგი რა მაინტერესებს მე არ ვიცი ხა ალბათ საინტერესო იქნება ალბათ მსმენელისთვის იქნება საინტერესო ჩვენთვის თქვა ესე იგი ნუ ქრონოლოგიურად ხა მე 5 წელია ვმუშაობ რადიოში და შემიძლია ვთქვა რომ თან ისეთ რადიოში რომელსაც რა თქმა უნდა თინეიჯერები უსმენენ და რეპის ფანები რაც ყველაზე მთავარია ესე იგი შავი პრინცი ძალიან პოპულარული იყო შემდეგ წამოვიდა ლექსო, ძალიან პოპულარული იყო და ეხლა მოდის კაბუ. მე შემიძლია ესე. თანმიმდევრულად დაგვისვა. ხო, თანმიმდევრულად და ნამდვილად. და რამიდა მე ვთქვა რომ ეხლა აი გადატრიალებებზე იყო აქ ლაპარაკი და რაღაც ეს კი კაბუს ბოლო სიმღერა, რომელიც ეხლა ძალიან პოპულარულია და შემიძლია ვთქვა რომ ყველა SMS-ი ამ სიმღერას ითხოვს და რაღაც ძალიან ჰეროინი თოვს ხო რა თქმა უნდა. ეს იგი მე მიმაჩნია და მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კაბუს რომ აი ასეთი სიმღერა დაწერა. გენაცვალე. იმიტომ რომ ეს არის ალბათ პირველი მცდელობა ხო? პირველი მცდელობა ალბათ რეპ სიმღერებზე მაქვს ლაპარაკი. ნარკოტიკების წინააღმდეგ გალაშქრება. არა, მე სულ პირველი სიმღერაც ეგეთი იყო. ხო, რომელიც ყველაფერს ეხებოდა ის წამალსაც ეხებოდა. ლიზა, მიკროფონის გარეშე ნარკოტიკის მაქვს ლაპარაკი ხო? მოვა. აი რატომ არ უჩდება სურვილი იგივე აი შავ პრინც ან ლექსოს რომ აი რაღაცა მსგავსი რაღაც იმიტომ თქვენ ხართ ერპები აი თქვენ ახალი ჟურნალისტი ხართ ეხლა თუ არ ხართ აი იდეალები და აი გიждდებია თქვენზე ისე უყარხართ ხო შეიძლება აი რაღაც მსგავსი რა ლექსოსაც აქვს რა თქმა უნდა რომ ნარკოტიკის წინააღმდეგ არის უბრალოდ მე არ მიჩნდება მაგის წინააღმდეგ ვილაპარაკო სურვილი რა იმიტომ რომ ხიზელჭულაზე ახლა თქვენ და პირიქით ბევრს აქ მაცხოვრებს მე ნახდათ გამიჭირდება რა ყურება და
მირჩევნია, ამიტომ ცოტა გაბრუებული ვია, რომ ნაკლებ ეგეთ რაღაცა. ზურია ფანტ კითხვებს შეგიძლია ია რომ გაბრუებული. ცოტა ენერგიული კითხვა რა, ატომღერი ხარ. არა, მე დარწმუნებული ვარ, არც ერთი ჟურნალისტი არ დაუსვამს ეხლა Snoop Doggy-ს ამ კითხვას, შენ кайფობ თუ არ кайფობ? მე ეს შეკითხვა არ დამისვას. აბა რა. ანუ გავარკვიეთ რომ აკაკის არ აქვს ასეთ სიმღერის შექმნის სურვილი, ლექსოს? მე ასეთი რაღაცა მე მგონი გავაკეთე და ამ ადამიანს მე ვფიქრობ რომ თავის კოლეგები ჩააყენებენ საქმის ყურში მე რო უბრალოდ არ ვილაპარაკ. ვარ საქმის ყურში, უბრალოდ მაინტერესებს აი ხო შეიძლება ეს კეთილი საქმე რომელსაც ქვია რეპი გამოვიყენოთ უფრო კეთილი საქმისთვის და იმ მილიონობით ალბათ არა, მაგრამ იმ ფანებს რომლებიც თქვენ ყავთ იმის მაგივრად რომ იქ რაღაც მარიხუანას მოწევა უკადაგოთ პირიქით ხო წავიდეთ უფრო სხვა მხარეს და ვთქვათ რომ ჰეროინი თოვს და ვაიმე გვიშველეთ ხო შეიძლება ეს რომ მოხდეს ჰეროინი ვაფშე სხვადასხვა რაღაცაა არა რა შუაში ხა ხო ორივე ნარკოტიკული ნივთიერება ორივე ნარკოტიკული ნივთიერება არ არის გამარიხულია ხო შეიძლება ეხლა ზის კავკა ეწევა განშობა რასაც არ უნდა იმას აკეთებს ხო მე იმაზე არ ვლაპარაკი მე მაგ ლაპარაკი იმაზე რომ მაყურებელს მსმენელს მიაწოდოთ თქვენ ეს აუცილებელი არის რომ თქვენც ხარ რა თქმა უნდა არ მოწიოთ და მოწიეთ ბატონო მინგიშლით ხელს მაგრამ მე მაგ ამისი პროპაგანდა არ გავაკეთოთ სხვა რაღაცას არის საინტერესო თემა შემოვაგდე აგერ თემო განაგრძელოთ ხო ეს რაღაც რეპერების შეიძლება ერთი წუთი მე მგონი რომ რაღაც აი შურიკა რაღაც პროპაგანდას არ ეწევავს პროტა იძებს რომ მე ვეწევიო და შენ ნუ მოწევდა რა პრობლემაა ხო ბუნებრივი ლოგიკა თემა ენერგიული ცოტა გაგვარკვიო სიტუაციაში ცოტა გავარკვიო სიტუაცია იმიტომ რომ ეს ბოდიში რა ძალიან ზოგად შეკითხებს ვამ და ამიტომ ზოგადი არის ცოტა ბუნდოვანი გავარკვიოთ კონკრეტულად დასვით შეკითხები აი კონკრეტულად კითხოთ ეწევი თუ არა მე ჟურნალისტებო მიკროფონების გარეშე ნუ პრობლემაა რა ხო რა ვიცი მართლა ისეთი თემა და ერთად ნუ საუბრობთ რეპერებისგან არის პრეტენზიები რომ ძალიან გვერდიდან ნულით რა თქვათ ესეთი პირდაპირი კითხვები რითი ხარ გაბრუებული თქვათ როდესაც ქმნი შენ საუკეთესო რეპს როცა კითხულობ რითი გიყვარს გაბრუება იმიტომ რომ მოდი პირდაპირ ესეთი უხეში კითხვა რო არ გამომივიდეს ერთი გაბრუებაზე არის საუბარი თუ საერთოდ თუ როგორ კაი რაღაც პატარა შესავალს გავუკეთებთ მართლა ესეთი კითხვა რო არ გამოვიდეს იმიტომ რომ ჩემში ხო პირადად რეპს იცი რა ხიბლი აქვს რომ რეპის შემსრულებლებია ამერიკულები მოხდელობაში ევროპული და ქართული არა არიან ცუდი ბიჭები რა პრინციპში ესეთი ბიჭები არიან რომლებიც აქვს შეხება ნარკოტიკებთან კრიმინალებიც არიან ფული უყვართ ბევრი ქალი ყავთ და ეს ტიპები მართლა ესეთები არიან რა ძირითადად იმიტომ რომ შოუ ბიზნესში ისინი მოვიდნენ ქუჩიდან რა და მე ვიცი და მჯერა რომ ეგეთები არიან ანუ ნარკოტიკებთან იმათ აქვს შეხება აი თქვენ რა შეხება გაქვთ არა მარტო ნარკოტიკებთან აი ამ ცხოვრებასთან ქუჩის ცხოვრებასთან თუ ესეთი კითხვა გინდათ, ესეთი კითხვა ამგონი ცხელი და პასუხიც მინდა რომ ცხელი იყოს და ესეთი ზოგადი არ არის. ხო, აი კონკრეტულად ვის უსვამ კითხვას. შენგან დავიწყოთ. შენგან? რაც ხო რა შეხება მაგ ესე იგი ასეთი ქუჩურ ცხოვრებასთან? რაც რეპს უხდება. რაც რეპს არ. სახლი არა მაგ. ალბათ ორჯერ მაინცა ვარ ნაციხარი. ხო და ქუჩაში ვცხოვრობ ესე იგი რადგანაც სახლი და კარიერა. უпростоრად სტუდიაში, ა? და მეგობრების დახმარებით გამაკ თავი, ასე რომ ვთქვა. და ანალოგიურად კიდევ ჩემო, პირდაპირ გადიო რა. თუ არის იმის საშუალება, რომ ესეთი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაღაცნაირად ჩემი თავი მივიყვანო განტვირთვამდე, მაშინ ვეწევი სვამ ვეწევით განჯას, ხო? ხო, ნუ რაც მიშლის გონი, მე არ მავნებს, მე პირიქით მამშვიდებს. აი მაგალითად ღვინო და არა უფრო მანერლულებს და მიჩნდება ისეთი პატრული გელოდება ისეთი პატრული ოპერატიულად მუშაობს პატრული გამელოდეს ფაქტზე უფრო ჯობია რა ვიდრე ეხა საუბარი ახურდა რა გადაცემა რა მაინტერესებს იცი რა მაინტერესებს მე ვცხოვრობ ასეთი ცხოვრებით რა მე მართლა ვცხოვრობ ასეთი ცხოვრებით და ამიტომ მე იმიტომ კი არ ვცდილობ რომ თავი გავიბრუო რომ მე ეს სიამოვნეს მე უბრალოდ რაღაცნაირად ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ცოტა ცუდი ნერვები მაქვს და ამიტომ მინდა რომ თავი დავიმშვიდო რა მე ამით არაფერს არ ვაფუჭებ მაგრამ როცა სვამა არ აქვს და ვარ გაბრუებული არაკით ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები ნერვები მეშლება შეიძლება ვინმე ვეჩხუბო ზიანი მივაკინო და რაღაცა და როცა ასეთ გომარეობაში ვარ რომ ვცდილობ გონება დავამშვიდო დავაწყო მაშინ შევდივარ სტუდიაში მელოდია მაფიქრდება რა ეხლა მე ისეთ ნარკომანურ სიტუაციას არ ვქმნი რომ აო მე რადგანაც მოწევარ არა მე უბრალოდ ამ მომენტში ვქმნი
ამიგე რაღაცას მელოდიას რა და მე შემიძლია რომ ეს მივიტანო სტუდიამდე შევქნა 7 ნოტიდან რაღაც განსხვავებული მელოდია აუგე ჩავწერო ვინჯერო და მე გამოვიტანო ასაში და ასე შენ შემთხვევაში ეს იგი სტიმულია რა მე ვცხოვრობ ისეთი ცხოვრებით როგორი ცხოვრებითაც უნდა იცხოვროს რეპერმა respect ლექსო შენ რას ლექსო შაუმა პრინცმა რა თქვა ეხა აბსოლუტურად ვეთანხმები იმასში რომ ეხა სახლი რო არა გვაქვს და კარი რო არა გვაქვს და კიდე ბევრი და ხალხი რო ცუდათა და ჩვენც რო ცუდათა ვართ და ტელევიზიიდან რო ცოტა სხვანაირად ჩანს ეს გასაგები ამაზე მოდი ნუ ვიდავებთ ხო და შემიძლია ფაქტებითაც დავამტკიცო ეს რაღაცები ხა რაც ეხება რა რამდენი ადამიანისა იმდენი ჭეშმარიტება რო გაგიგიათ იმედია და გონებას ახასიათებს ორი თვისება რა არის რაციონალური გონება და არის ინტუიტიური გონება რა ეხლა უფრო ვეცდები მარტივად თქვა რა აი მე მაგალითად როცა ვიმყოფები და უშოთ ან ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ და ნუ ეხლა მოსაწევს თავს ვანებებ იმიტომ რომ მე ვერაფერი ჩემი თავის რეალიზაცია ვერ მოვახდინე ამ ფორმების მერე რა მე დავინახე რომ ჩავიკეტე რა ჩემ გონებას ეს არის სიამოვნო მე ვერ შევეგუი ამას მე როცა ვარ ეხლა ნასვამი ხო მინდა გოგოსთან საერთობა გართობა აბსოლუტურად არ ვფიქრობ მუსიკაზე რაღაც იმიტომ სულ кайფო ვეთამაშობ ლექს ვეთამაშები რაღაც ვეთამაშები ანუ შემოქმედებითი სუბიექტი არა ვარ ამ სფეროში და მე ჩემი ორგანიზმი არ ღებულობს და პრეტენზია გააქვს ესე იგი შენივე ჩამოყალე ხა ლექსომ აპლოდისმენტებს იმსახურებს კაბი შენ ჩემი ჯერია ეხლა მე ვერ მოვიტყვები სახლი არა მაქვს მთელი ქვეყანა უყურებდა რომ სახლი ვწორებდა ნემასე რა ქვია მანქანაც ყავს განით დავდივარ ხო ქუჩაში ვიღაცებს ვიცნობ მეგობრები მას არის ხო ვისა მას არის თმას რო ერთ ხერხი მქონდა ჩაწნული არ მომიხდა ვიარო არ ვივლი მაგით იმიტომ არ მომიხდა ნუ ერთვები შენ სხვა თემებზე ეს რა ქვია და კონკრეტებით არ დავაკონკრეტები ხო ვის ვიცნობ და ვის მაკაცები რა პონჩი ცხოვრობ და როგორ ცხოვრობ იმიტომ რომ არ არის საჭირო მე ვთქვი რომ არ არის საჭირო იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობ ფლად დემოკრატიულში კრიმინალად თვლით კრიმინალი რაო კრიმინალი ხარ მე კი აბა კრიმინალი რატო განაროდა გა გელაპარაკები აბა რა ჯანდაბა ვარ ხო ისა რა მინდა გითხრა კრიმინალი არა ვარ ჩემო კარგო არც ვილსმიტი არ არის კრიმინალი ვილსმიტი რეპიც არ არის არც დოგი არ არის კრიმინალი მინდა გითხრა შენ გონი არის კრიმინალი ემინემი გონია რომ არის კრიმინალობაში გონია პრინციპში თემა შენ ხა კრიმინალის პროპაგანდას ეტები ჩვენ ეთერში რა კიდე თავდაპირველად განა და იცი აპარატობით არ დამისვა შენ მოგიყვანი მეც მიყვარს ეს ხალხი მაგრამ ეს შესაძლოა მე უფრო მგონია რომ ეს არის შოუ ეს ბიზნესისთვის გათვლილი ამბებია იმიტომ რომ გეტოში ვიღაცებმა ბევრი დისკები იყიდა არა კაბუ შენ რა ბავშვობაში ყველას რაღაცა გვაქვს მოყვა იმიჯია კაბუ მართალია ვილსმიტი და ეს რეპი არ არის რა მე მგონი არ არის რეპი მართალი ეს რეპი არ არის მართალი გასაგებია მე მგონი ეხლა ყველაზე ესეთი რეპის წარმომადგენელი შავი პრინცი გამოვიდა მაპატე შეიძლება კიდე რამე გითხრა კიდე რაღაცა გითხრა ერთი ვასმა ემილა ხო გაქვს მანახ შენ რომელი ემინემის ვასმა ემილა 8 მილი 8 მგონია მერვე მილი არა გაგნა ხე ხო არა ხო შენ დიდი ღონში ცხოვრობ რა ხო და ის რა ქვია ის ბიჭი ვაფშე არ ყვაცი პარავდა არ ჭრიდა ვიღაცებს გავიდა ერთხელ სცენაზე დადგა და ვიღაც ზანგებს მაგრად შეუსრულა მაგრამ გახდა მაგარი კაი რეპერი მაგრამ იმას გასაგები ახან არ დაგიჭირა ვიღაცები ლექსებს ვერწერო არა მე ალბათ სწორად გამიგეთ რომ ის თქმა არ მიტოდა რომ რეპერი ხარ და რეპერი უნდა იყო კრიმინალი უბრალოდ მე ვთქვი ის რომ ძირითადად რეპი წამოვიდა ქუჩიდან და ის კრიმინალები იყო მის მერე ქუჩაში აუცილებელი არ არის ხო რაღაცა ძალიან კრიმინალი იყო ეხ მოპარვით მართლა ვამბობ ყველას რაღაცა მოპარვით არა ძალიან კრიმინალები ისე ქუჩაში არიან ეხლა ეგენი რეპსცენაზე რაღაც გეუბნები რა და ჩემთვის გასაგებია გავაკვეთე ერთ დროს საქართველოში დადიოდნენ ცხენებით რაღაცა მერე ეტლებით მერე დაიხვეწა მერე გადავიდა ცოტა რაღაც კლასიკური ეპოქები შემოვიდა ეხლა შენ ქექავ ასულიდან ამ ყველაფერსა და როცა იხვეწება რაღაცა ფორმა ხო მაშინ უფრო არა გასაგებია მაგრამ შეფასება ხო აქვს ამ ყველაფერს თვითონ აფასებს ეგ დახოთის პროცესი არ არის ეგ არის კომერციული გახდა ეგ ყველაფერი რა ეგ დაინტერესდნენ მე სხვადასხვა ლეიბლები და შექმნეს ვარსკვლავი პრინციპში გავარკვიეთ ეს საკითხი თებო ადამიანები არიან რომლებსაც საერთოდ ჯერ კითხვა არ დაუსვამს გადაცემაში ლიზა ინტერნეტ რადიო სანიტი ლიზა სამ შეგიქოს მოусმინოთ თუ შეიძლება ლიზა აი ციცი არის დღეს რაღაც
ზოგადად თემა არის რეპი და ამიტომ რაღაცა თითქოს და არა გვაქვს იმის უფლება რომ რაღაც თქვენს შემოქმედებაზე ვისაუბროთ ხო თქვენს კერძო შემოქმედებაზე ზოგადად თემაზე უნდა ვისაუბროთ არა პირიქით შეგიძლია კონკრეტულად დაუსვა შეკითხვები ადამიანებს არა რა შეიძლება თქვი ახლა ის აბსოლუტურად პირიქით წარმოიდგინე არა საერთოდ აი რეპ მოძრაობაზე და ვისაუბროთო თითქოს ესე გვითხრეს ჩვენ რომ რეპ მოძრაობაზე შეგიძლია დასა კონკრეტული კითხვები აი მე საერთოდ სოფლიოში ეს ცნობილი ფაქტია რომ რეპერები არიან ყველაზე აგრესიულები ხო აი თავის ტექსტებიდან გამომდინარე ქცევებიდან ეს იმიჯიდან ხო აგრესიულები არიან მე ესე ვიცი არა ნუ პანკები კიდე სხვა არის ახლა და აი თქვენ რაღაცნაირად დღეს ძალიან დელიკატურები ხართ და მე მაქვს ამის ახსნა იმით ავხსნი ამას რომ თქვენ ხართ სტუდია მაესტროს სტუმრები მაესტროს შეფი არის ლექსოს პროდიუსერი და ბუნებრივია რომ ხართ ძალიან დელიკატურები თუმცა ეს თემა მუსირებს და თქვენ როდესაც ინტერვიუს აძლევთ ხოლმე ჟურნალისტებს ამბობთ ხოლმე რომ ლექსო ვინ არის ეს ლექსო და რაღაცა კაი იქნებ აი რაღაც მართლაც და ეს იცით რა არის ეს ფაქტი ძალიან ბევრს აინტერესებს და ამიტომ მიუბრუნდით ისევ ამ კითხვას აბა ვისევნები ლექსო ვინ არის რომ მე ვიძახდი ხოლმე ინტერვიუში აი შენ ამბობ რომ ლექსო თავის ინტერვიუში არის დაფიქსირებული ესეთი მომენტი რომ თავის რეპერათა არ თვლისო ლექსო მე როგორც ვიცოდი არ თulis ეს კაცი რეპერატი ეს კაცი ვაფშე სხვა პროფესიის კაცი და რაღაცა თუ არა რეპერი მე ესე ვიცოდი მე ვარ მოქანდაკი ხო და ლიზა შენ ნუ მამას არ ვიცოდი ვაფშე რომ ითხრეს რომ მეთქი ლექსო რაპონში და კაციო იძახისო რეპერი არა ვარ ვაფშე დავი დამანებითო და იმიტომაც თქვი ეგ მინთქო ვინაცა მითხრა რა თვითონ ლექსი პირადად ჩემი ლიზა შენ არასწორი მიმართულებით მიდიხარ ახლა მე მგონი ვინ არის ეს ლექსო გავარკვიეთ უკვე ეს საკითხი გასაგები ეს არის თემა რომელზეც არ სურს საუბარი არც მაესტროს არც თვითონ რეპერებს და არავის არ უნდა ლიზა მე გეტყვი შეიძლება და მე ესე ვიხდი და თუ ეს არის ტაბუ დადებული იყო არანაირი მაშინ არ ვისაუბრებთ რა რომ თქვენ ასე ვთქვათ სტუდიის გარეთ თქვენ ლაპარაკობთ სულ სხვა რაღაცეებს გაიგეთ რომ აი ჩვენ ვართ ნამდვილი რეპერები ჩვენ ვართ ქუჩაში ხო აი პირველ რიგში შენც და სხვაებიც ამას ამბობთ რომ ჩვენ ვართ ნამდვილი რეპერები და ლექსო არის რაღაც ესეთი აი მაინტერესებს ყავდა კონკრეტული ფაქტი მაინტერესებს რა მომენტში მაქვს ნათქვამი რა კონკრეტული ფაქტი მაინტერესებს აი საწერია რომ მე თუ გაქვს ლიზა მართლა კონკრეტული აი მაინტერესებს რა მე გაჩვენებ მე და დაგაკითხავ კიდე აუცილებლად ყოველთვის საჭიროა ლიზა კონკრეტული ფაქტი მაინტერესებს რა ქვია ჩემთვის რომ ანკას ვეძახი მაგრამ ანკას არ ვეძახი დრო გადის სასწორ გადაცემა უკვე ძალიან და როდის სიტყვებით ესეც საინტერესოა მე სულ ვიტყვი მე მივხვდი რომ ამ თემაზე მაგრამ გამომდის ძალიან სიმართლეს ჩვენ არასოდეს არ გავიგებთ მე როგორც მივხვდი მე თუ გინდა ერთ-ერთი აი ფაქტი მაინტერესებს სად მაქვს ნათქვამი რომ აი მე ლიზა ჩემი თვათი ხარ ლიზი სიმართლეს როგორ ვერ გავიგებ და ამაზე კარგი დრო და ვარიანტი სად უნდა იყოს და აი ეს ხალხი აქ სხედან სხედს როგორც არის სწორი ფორმა ხალხიზის ზიან ხალხიზის მეც აქ ვარ ამაზე კარგი დრო და მომენტი ნუ იტყუებიან თუ რას ამბობენ არ არის ეხლა ვართ აქ სუდა მე შემიძლია ვთქვა ეს და ყველა ადამიანს შეგიძლია კითხო რა ხა მე არაფერს ცუც არ ვფიქრობ და არასოდეს არ მithქვამს და არც ვიტყვი იმიტომ რომ ამით ჯერ უფლება არ მაქვს არანაირი მე რა უფლება მაქვს ვიღაცა შევაფასო რაღაც შეფასებები და რაღაც პროგრამას ეს ორი ადამიანი არის რომ ნუ ნაცნობობას დაახლოებას რომ მოვშორდეთ ჩემი კოლეგა ჯერ მარტო ამიტომაც მე პატივს მე იმიტომ რომ ჩემზე წინ იყო ნავს სფეროში და აქედან გამომდინარე არც ვიტყვით და მე ამაყვა და არ ვამბობ ცუც ეს ხალხი აქ არის ახლა თქვენ შეგიძლიათ კითხოთ კონკრეტულად ვინ ვიზე რას ფიქრობს ამ შემთხვევაში ჩემზე რას ფიქრობ რა და დაესმევათ ერთ-ერთი ყველაფერს ხო არა იცი მე გეტყვი მაგარ რაღაცას რა ეხლა აი ძმები და მეგობრები ხარ არა ძმები და მეგობრები არა მეგობრები ვარ მეგობრები ძმები არა ძმები მე მყავს ძმობა კიდე უმაღლეს ფორმაა ისა ეხლა ის იყო მოსული სალი იყო მოსული ჩვენთან თეატრში პროფათეულის ამბავში რა პირველი პლუსი ვისაც დაუსვიყო ლექსო გამორჩა შე ხმამი ვიცი გამიგე მე ვაფშე არ ვიყავი თეატრში მინდა გითხრა დაგებიწები და მე შავი პრინცი მე ძვალი მე მისტიკო ანუ მე მიყვარს ჩემი კოლეგები და ძალიან პატივს ვცემ
ბიტს. არის მაშინ ნეიტრალური კითხვა, რომელიც ალბათ ამ ემოციებს არ გამოიწვევს თქვენში. ემოცია ხშირად ძალიან ხშირად მწერენ წერილები, აი ჩვენ ვართ ახალგაზრდა რეპერები, ჩვენ არავინ არ გვეხმარება, აი გამოგიგზავნი MP3-ს და გეხვეწები ჩასვი და აი ესეთი უპატრონოები ვარ და ესეთი საწყები და ასე შემდეგ. აი თქვენ კონკრეტული თითოეული თქვენგანი რას აკეთებს რეპ მოძრაობისთვის? ნუ მე ვიცი რომ შავი პრინცი მართლაც ეხმარება ძალიან ბევრ ახალგაზრდა რეპერს და მაინც აი თქვენი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. რა კი ესეთი თემაა ხო რეპ მოძრაობა დღეს? გასაგებია კი. თითოეული. პასუხს ვინ გაცემს? აკაკი შენ დაიწყებ? კარგი ბატონო. ვინ ეხმარებაო? ვინ კაბუ გაიცი პასუხი შენ? მე ვარ. დაიწყე კაბუ, დრო გადის. ვინ ეხმარება? შენ ვის ეხმარები? მე დავეხმარე თავის დროზე ძვალის კერტს. იყო ერთი გრაფი, ეხა აღარ არის. გაგზელე კაბუ. პედაგოგი რა, მე პედაგოგი არ ყოფილა, მე დავეხმარე ამ ხოლმე. იმისთვის რომ ყოფილიყო ისინი, ვინც არიან დღეს. იმიტომ რომ არ ქონდა შანსი სხვანაირად. ჯერ რადიოში დავატრიალე ჩემთან 100 და 3-ზე. მე რაღაცა, მე წავედი კონცერტზე, მე რო გავედი, გავიყვანე. მე სტუდიაში რომ მივედი, წავიყვანე სტუდიაში ჩაწერეს. მე ის სტუდია ვაფშე გადაიქცა სხვა უფრო ახლობლები აღმოჩნდნენ ისინი ვიდრე მე. და ეხა არიან იმ სტუდიაში ზიან და წერენ. მე რა ვქნა ეხა? კაბუ. ლიზა მიკროფონში. ჩემი მეგობარია ძვალი. ჩემი მეგობარია ძვალი და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კაი ტექსტებს წერს ადამიანი და ნიჭიერი ბავშვია და თმასაც იწნის და ქუჩაში ცხოვრობს. სიგარას არ ეწევა. ლექსო, შენ თუ დაეხმარე ვინმეს? მე მგონი ეს დავეხმარე პიქტიკოს დავეხმარე და დავეხმარე მინდოსაც და დავეხმარები კიდე მინდოსაც და ალბათ კიდე ბევრს რა ეხლა ეს სხვანაირად. და კაბუ როგორც მსახიობი ლუბგერაზე რატო არ დაეხმარე? ვის ძვალს? ხო. მოგასმენოთ რომელიმე ეხლანდელი მისი ძირითად მაღაზე ქონდა ჩხუბი. მაშინ ამიგოს სექსუალური ჩემი მეგობარი კი არის, მაგრამ მე ამიკო არ აღმიზრდია და არ დავხმარები ვარ ხა. არა, ისე შეგიძლია უთხრა 1-2 სიტყვა როგორც მსახიობი. მობას დაფიცე. რაზე მაქვს ვიტყედა ამი ყველასთან. ჩემთანს გაგვითხრა თქვი რა. სექსუალური რო არ თქვას. ეგრე მართლა ვამბობ, ყველა კვადრატური აბა პრინციპში კაბუ მსახიობია, მეტყველების პედაგოგი ხო არა? ჩემი საქმე მაგდა ხა. ვინი შემდეგი კითხვა? საღამოშიდობისა ყველას მოგესალმებით. ვინი ტელეკომპანიებზე ანონსები. დავიწყოთ იმით, რომ 103 ესეთი რადიო არსებობდა, მხიარული ტალღა ერქვა და საკმაოდ რეიტინგული იყო თავის დროზე და გავაგრძელებ კაბუს ნათქვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაბუ მიცის ჩემი დამოკიდებულება რეპ კულტურასთან, მიუხედავად ამისა მე არ ვაცდენდი არც ერთ გადაცემას და მასთან ერთად სტუდიაში ვიჯექი, გადაცემა იყო ესეთი გუწი, ეს იყო პირველი პრეცედენტი, მამუკა გლონტამდე და ლექსო მაშინ ფეხს იდგავდა, 1-2 სიმღერა ქონდა ჩაწერილი. 2 სიმღერა იყო, ჩვენთან ტრიალებდა ესეც და გადაცემა მთელი 2 საათის განმავლობაში ეთმობოდა მხოლოდ ჰიპ-ჰოპს და რეპს და იგივე პატარებს, საშუალოებსაც და ჰაი კლას, აი როგორც ეგან დაყვეს. ასე რომ ესეთი პრეცედენტი იყო და თუ კიდე ვიღაც გააკეთებს ანალოგიურ გადაცემას, მე მგონი ამ კიდე არ მე გავაგრძელებ. დიდი ხანი ველოდებოდი და მაგით. ეხლა რაც შეეხება არა თავისუფლად არა მე იმ რადიოში არ ვარ. კი ბატონო, კითხვა ერთი და შემდეგ აქედან გამომდინარე მეორე კითხვა. ხატია მაცალ ერთსამი. ვის გაცლის ვიდეო შენ გაცლის? ვინი რეპი არის მუსიკა? თქვენი აზრით. უკვე არის. დიახ. ძალიან კარგი. ეხლა მეორე კითხვა. ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი სამივე თქვენს შემოქმედებას. შავი პრინცი და ლექსო როგორც მუსიკალურად თითქოს ერთ ადგილზე გაიყენენ. კაბუ ამ ხრივ განვითარდა, იმიტომ რომ კაბუს ჰქონდა როგორც პლაჟნი რეპი, როგორც მძიმე რეპი, ისე სხვა და ეხლა სადღაც შეიძლება პოპშიც წავიდა და შეიძლება უფრო როკშიც წავიდეს და დაუბრუნდეს ისევ ძველ ფესვებს და შემდეგ. თუ არის მუსიკა და რა მოხდა თქვენში და რატომ ესე გაჩერდა? ვაცალეთ, ბატონო, ვაცალეთ და არა მე მინდა მითხრა. არა, ერთსამით იცი, მაშინ თუ გაცალეთ, კარგი, შენ დავუშვათ შესვენებას აკეთე, მაგრამ მე იგივე მოვისვენე მესამე პროექტი, ასე ვთქვა, ნახევარი პროექტი საახალწლო და სიახლე მუსიკალურად არაფერი არ იყო. ანუ რაც იყო პირველი, მეორე ალბომი იგივე დარჩა. თუმცა ლექსო გვპირდებოდა, რომ რაღაც ახალი და ახალი იქნებოდა, თუმცა იგივე ბიგ ტიკოს შემოქმედებაც არის იგივე, უბრალოდ გოგო მღერის შენ ხარ ბექზე დავუშვათ.
იქნებოდ რომ გვაცალოთ თქვენს აცალოთ თქვენ თავს და ცოტაღით გაჩერდეთ და სადაც ორი რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ რაღაც ახალი შემოგთავაზოთ. ხო, მე პირადად ეხლა დიდ პერიოდს გავაკეთებ ეხლა რა სერიოზულ პერიოდს რა და მე იხილავთ რაღაც ცოტა ცვლილებებს შევიტან რა. მე მგონი საჭიროა იცით იმიტომ რომ მეც ასე ვთვლი რა ჩემს პირადულში ასე ვთვლი რომ აუცილებელია შეჭერ ცოტა ხანი პაუზა რა. შეიძლება ჟღერადობა და ჰარმონია არ შეცვალო, მაგრამ რაღაცა სიახლე შეიტანო და იგივე კვადრატი შეცვალო და ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ახლა მე კონკრეტულად რა მუსიკაში რა გულისხმობს ნუ გარჩევის საკითხია, მაგრამ იქნება რა ეს ხო იყო პირველი მეორე იყო ახლა ნუ მეორეს მერე ის ორი სიმღერა გამოვიდა მარტო და ახლა სიმღერაში ზოგჯერ აქვს დატვირთვა ტექსტს უფრო ზოგჯერ თემას ზოგჯერ ჰარმონიას ზოგჯერ რიტმ სექციას და ორი პროექტი ესეც იქნება ის ორი იყო და მესამე რო გამო ამაზე მერე შეგიძლია ისაუბრო მესამეს რაღაც ნაწილი მოისმინა უკვე საზოგადოებამ და ჯერ სიახლე არ არის არა ის არის ნუ ერთი სიმღერა მაქსიმუმ ორი გასაგებია. კაბუს. ველოდებით სიახლე. კაბუსგანაც ითხოვ. კაბუსგან მე მოვისმინე წეგან რომ პოლისებში ასე რომ თქვა რომ რაღაც უფრო აქტიურად აპირებს და კარგი ბატონო. მაშინ ახლა ცოტა ხნით გადავინაცვლოთ საქართველოს საზღვრებს გარეთ და გადავალოთ თვალი ძალიან მოკლედ რეპის განვითარების ისტორიას საზღვარგარეთ. შემდეგ ვნახოთ რეკლამი და შემდეგ ისე სტუდიაში დავბრუნდებით. რიტმულად მიმდინარეობს გადაცემა პრესპრესი. დღეს საუბრობთ რეპზე და გავახსენოთ შემდეგი კითხვა ნანა არჩაძე. საღამო მშვიდობისა, როგორც იქნა მე ღირსა, ნანა არჩაძე, ჟურნალი ელიტარული ქრონიკა. თავიდან რამდენიმე კითხვები დამიგროვდა და ნუ ესე დავიწყებ რა. შავმა პრინცმა რამდენიმე წუთის წინ თქვა ასეთი რამ, მე ვარ, იმიტომ მის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მე ვარო ნაღდი თუ ნამდვილი რეპერიო. გამოდის თუ არა და შეიძლება თუ არა ვიგულისხმოთ, რომ ვინც ამითი არ ცხოვრობს, ანუ ამ შემთხვევაში ლექსო და კაბუ არ არიან რეპერები შენი აზრით. ჩემი აზრით პირადულში არც ერთი მათგანში პირადულში არ ჩავიხედები. ეხლა შეიძლება სხვა პრობლემის წინაშე დგანან რა. არ არის აუცილებელი მანდამაინც ისეთი პრობლემის წინაშე იდგეს ადამიანი, როგორი პრობლემის წინაშეც მევდგევა რა. არ აქვს ერთი კუთხე არ აქვს ამას რა. ეს არის მრავალფეროვანი გაჭირვებიდან წამოსული მუსიკა. ამას ვერ დავაკვირდ. სავალდებულო არ აქვს მერთმა დაგიფაროს, ნო ჩემნაირად რო იცხოვრო, იმიტომ რომ მე მართლა ცხოვრობ ისე რომ მინდა რომ ვიცხოვრო კარგად, ამაზე კომფორტულად, მაგრამ არა. აი შეიძლება კომფორტულად ცხოვრობდი ადამიანი, მაგრამ რაღაც პრობლემა გქონდეს, ან სულიერი, ან ხო შეიძლება რაღაც პრობლემა იყოს. ეს გასაგებია, მაგრამ ესე ვიკითხავ, შენი გაგებით არიან თუ არა ესენი რეპერები? პირდაპირ აი ესე თუ შეგიძლია მითხრა? ან კი ან არა? არიან. შეიძლება რაღაცა თქვა, ეხოთები რა. მე დარწმუნებული ვარ რა, ეხა დარწმუნებული ვარ, რომ ლექსო მამაშენი ძალიან მდიდარია. შემინ გაკეთდა წაგიყონ სახლში. ისა მაინტერესებს არის მდიდარი ძალიან. ისა მე გეტყვი რა. დედას გეფიცების და რაღაცების თქვი, ეხა არ მინდა ცოტა ისე ცუდი ის არის ესე დედას გეფიცები. მე ვიცი ზუსტად რომ ლექსოსაც ზუსტად იგივე პრობლემებია გამოვლილი. და მეც გამოვლილი არა, შეიძლება გვაქვს კიდე შეიძლება. გამოვლილი. მართლა მოხდა. ის რაც გამაჩნია ეხა მე რა მნიშვნელობა აქვს საიდან აქვს რა. მაგრამ ვიშ. ხდები? აი ეს არის. მე შავი პრინცის პასუხი მაინტერესებს და გავიგეთ. შავი პრინცის მაგრამ გავიგეთ ნანა, ამიტომ შეგიძლიათ საკითხი გადავიდეთ. კიდევ ჩემი აზრი, მე ვფიქრობ, რომ კაბოსთვის ეს არის როლი, თუ არ შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის როლი, რომელსაც კარგად დასრულებს. ლექსოსთვისაც დაახლოებით ასე რაღაც როლს ასრულებს ცხოვრებაში. ჩემას ვამბობ, ხო? დიდი ბაგო. და თავის საქმე, ხო, შეიძლება როლში თქვა საკუთარი სათქმელი და შავი პრინცი არის ამ როლში დარჩენილი ესე. იმდენი როლები. ბოდიში რა, სანამ გააგზავნე, ვიცი რას გეტყვი? დატოვებული. იმის გარდა რომ მე გასაგებია, ნუ სხვა საქმიანობა არ ვიცი, ნუ კაბუმსახე. მე სხვა საქმე, ნუ იმის გარდა ნუ არ ვეხები ხა რაღაც უფრო სწავლას და ასე შემდეგ. აი ეს საქმე მიყვარს რა, ეს ჩემი საქმე, აი გულიდან ვაკეთებ რა და შეიძლება ალბათ იმიტომ დავამასა ხალხმა რომ გულიდან ვაკეთებ რა და შეიძლება ოდესმე აღარ ვიყო, ოდესმე კი არა, მალე შეიძლება ხვალიც გადავიქცე და თამაშობენ და აფასებენ. არა, გასაგებია, კაბუმსახიობი, მე მსახიობი არა ვარ, მაგრამ
მეც მაქვს როლი ამაში რა, ნუ ჩემი თეატრი ეს არის რა, ჩემი რეპია, ჩემი თეატრი რა. ჩვენ ამ ცხოვრებაში ყველა მსახიობები ვართ, გესმის და შოგი ასე თქვენსაც მიკროფონი თამაშობს, ზოგი სხვადასხვა რაღაცა. ანუ სწორად გავიგე, ამას ვამბობ. არტისტებს ეძახიან თავის თავს რეპერები დასავლეთში. ანუ ეს არის რაღაცა სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი, ანუ თეატრი პატარა, მინი. ხო. სწორად. სადაც თავის რეჟისორებიც არიან და მსახიობიც. მე ყველაზე მეტად ეს მომწონს ჰიპ-ჰოპში. გასაგებია, შემდეგ კი სცენარისტებიც. მართლაც გულახდილად მაინტერესებს. მე მოსმენილი მაქვს რაღაც ამერიკული რეპი, როგორც ასეთი, ბევრი რამ. თუმცა მე არ მომისმენია, შეიძლება ვცდები, მაგრამ მუსიკა, მოპარული მუსიკებით, პლაგიატით და ასეთი ცნობილი მელოდიებით ფილმებიდან, მულტფილმებიდან გამოყენებულ მუსიკაზე, არა, მე ჩემს უკაცრავად. ესეთი რამ არ მომისმენია, როგორც ასეთი. ეს არის რეპში დანერგილი შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ რო და არის თუ არა ეს ნორმა რეპისთვის. გასაგებია. შეიძლება. ისა ეხა მიგეტყვი რა. ყველას აქვს რეპში უცხოეთში, ანუ ამერიკაში. ყველას აბსოლუტურად რაღაცა ძველი სიმღერებიდან, ძველი მუსიკიდან რაღაცა აღებული და გაკეთებული. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური რა. და რაღაცა იმის რა ქვია არ აქვს პრეტენზია რაღაცა კლასიკოსობაზე. ანუ აკეთებენ ძალიან თავისუფალს, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი მაგარი ძალიან. ყველაფერზე ლაპარაკობ და ყველაფერზე შეიძლება ილაპარაკო. ეს ჩემი ბოლო სიმღერა, რომელსაც ძალიან ითხოვენ. მხოლოდ დრამა, აი, მხოლოდ რიტმ სექცია. მეტი არაფერი. ხვდები? არა ითხოვენ. მარტო რიტმ სექცია, არაფერი, პატარა პიუნც არა აქვს რა. ხადი შემოკარგო, რამდენს სნუპსაც აქვს რაღაცეები. აი, ჩემს აზრს გეტყვი რა. იცი რა არის? კაბი მართალი თქვა, ბევრს აქვს და იგივე ისეთ წამყვანი რეპერები, როგორებიც არიან დავუშვათ Snoop Dogg და Tupac, ასპარეზზე გამოვიდნენ, აი იგივე California Love. არა. პარარამ ტამ ტამ პამ პამ. ეს თემები აღებულია და აქედან გახდნენ ცნობილები, მაგრამ მე ამ იმაში არ ვამართ, არ ვეთანხმები. განა ყველამ თავის საქმე იცის, აკეთებენ. ვისაც მოწონს, თავი კარგად გააკეთო, ის ყველაფერი კარგადაა გაკეთებული. კაბუმ თუ რაღაც რიფლექსია, აი კარგად გააკეთე, მაგრამ მე არ მიყვარს ესეთი რაღაცა და ვინც მიმიყვაროს, მინდა თქვას, რომ ჩემი პირველი სიმღერა იყო საიდანვე აღებული, იმ სიმღერას წავშვა თავს დავანები ფრეებს. აი მეტი რა თქვა ხარ. ჩემი პირველი ალბომზე ჩემი და იგივე თქვა. მე ვცდილობ, მინდა რომ სამეს რო გავაკეთებ მაშინაც. სამწუხაროდ რომ მუსიკალური განათლება არ აქვს, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის ნებისმიერ სიმღერას მუშაობას. რაიმე ახალი შევქმნა. არ გამოურიცხავ გავლენას. გავლენა ბუნებრივი არის, იმიტომ რომ თვისობრივად რეპი არ არის ქართული. ხო, ცხადი, ეს მაგრამ გავლენა, მაგრამ სკოლა უნდა იყოს კიდევაც. და იგივე Death Row სკოლა, West Side-ების სკოლა მაქვს და ის მომწონს და აქედან გამომდინარე შეიძლება ჩემი სიმღერების სტილისტურად იმად გავდეს, მაგრამ შინაარსობრივად თემა, იგივე რითმები, იგივე ინტონაციები იყოს, ის უნდა მოვიგონო. მე მინდა რომ ჩემი შევქმნა და შემოქმედი მაშინ პლაგიატი ვიქნები რა და მგონია ხელოვანი იყო პლაგიატობას. ხო, და რადგან ხო. მეც იგივე შემიძლია თქვა ჩემს ალბომებზე ერთს და მეორეც რომელიც ახლა გამოდის რა. მივიდნენ და მითხრან აი დაადო სიმღერას ხელი რომელიც მე პირველ ალბომში მიმღერია და თქვან რომ ეს არის ვიღაცისგან მოპარული. მე ვებრძოდი ამას. ვაფშე ძალიან ისე აი ენერგიულად რო არ გინდათ, მაგრამ კონდათ თავისი მართლებდნენ ბავშვები რომ რა ვქნათ კაპობიძია, სული არა გვაქვს. არანჟირება კიდე ძალიან ძვირი ღირდა ყველა. ამ შემთხვევაში უკაცრავად კაბო შავი პრინცი, რომელსაც ეს პრაქტიკაში დანერგილი აქვს და მისი კოლეგები და ეს შავი პრინცის ამბავია და შავი. ხო, არა, მე ამიტომ დავსვე ეს კითხვა. აი მე როგორც ამას გადაკეთებული ვთქვათ, ბანდიტო და აი არა, მოსმენილი ქონდათ? მოსმენილი ქონდათ ეგეთ სტილში? ნანა. ნანა ეკითხე. ქონდათ მოსმენილი ეგეთ სტილში? თქვენი სიმღერები? ხო, აი თქვა. ამ სტილში დამუშავებული სიმღერა სხვა. სხვა, არა. არ ქონდათ? მე ხომ მოვისმინეთ ჩემიდან. კი. ხო, არა. ანუ შავი პრინცი ამბობს რომ რაღაცა ელემენტის და რაღაც ნაწილის სხვადასხვა ფორმის გადმოცემა შეიძლება. მე თუ შეიძლება აი შავ პრინცს ვკითხავ მაშინ, ხო? თქვენ ესეთი რამ თქვით რომ მე ძებნილებიდან წამოვედიო, იმიტომ რომ მე იქ ამოვწურეო ჩემი შესაძლებლობა და ჩვენ ცოტა სხვადასხვა სტილის მუსიკას ვწერთ და ვაკეთებთო და ამიტომ ჩემთვის აღარ იყო საინტერესო ეს, ხო? ესე იყო ნათქვამი. მაგრამ თქვენ აკეთებთ შემდეგ სოლო სიმღერას განგსტერინოს, საბჭოური მულტიკის ესე ვთქვათ საუნდტრეკი თემა და ძებნილი აკეთებს ჩუგაჩანგას. ეგ ეხლა აი რა განსხვავება ის რომ ეს ჩუგაჩაგაა და ეს განგსტერინოა? ეს იყო მთელი განსხვავება? ძებნილი ალბათ თავზე გაგცემთ პასუხს, მაგრამ
მე რასაც ვაკეთებ, ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ვერ გაგცემ თქვენ პასუხს. მე ეს მიყვარს სისტემა და სურვილი მქონდა გამეკეთებია ეგეთ სტილშია. მე არ ვამბობ იმას, ან მოვიპარე, შეიძლება თქვენ თვლიდეთ ისე რომ მე მოვიპარე. არა, მე არ ვამბობ, რომ ეს იყო ოპარული, თქვენ ხო არ მალავთ, რომ ეს არის მულტფილმიდან აღებული. ამას ალბათ ძებნელებს უბრალოდ ეს არის გადაღეჭილი თემა, ეს მულტფილმების თემა, თქვენს შემოქმედებაში. ნუ ხო რა, ძებნელებს რაც შეეხება, ალბათ ისინი თვითონ გაგცემენ ამაზე პასუხს, მაგრამ მე რაც შემეხება, მე ვიტყვი, რომ ეგ შეგნებულად გაკეთებულია, იმიტომ რომ მომწონს მელოდია და მქონდა სურვილი გამეკეთებია ამ მიმართულებაში რა. ასევე როგორც ბესამე მუჩოზე, ასევე როგორც ბლუ კანარი და ასე შემდეგ თითქმის ყველა მელოდია ეს არის აღებული უკვე. ნუ ავიარე ჩავიარიდან მაშინ უბრალოდ პატარა კომენტარი იმ სიმღერაზე, ისევ ჩუნგა-ჩანგაზე, სადაც ძებნილები ამბობენ. ხო. ერთი წამი რა ვინი? უკაცრავდა ციტირებას ვახდენ, გავკარით თქვენ სუპერკალს. ეს ესეთი რა იყოს თქვენი მისამართი? ნუ სანამ მაგენი გაკრავდნენ, მანამდე მე ვკრავდი ჩემს სუპერკალს და რა ვიცი ახლა ანუ წენა არ დაგჩენია. თუ მაგენმაც გაკრან. ძებნილებზე არ გქონდათ წენა? არა, შეიძლება მაგენი საუბრობდნენ, მაგრამ მე უფრო რეალურად ვასრულებდი რა. გასაგებია. ნანა უკაცრავად, მაგრამ არის ადამიანი სტუდიაში, რომელსაც შორჯერობით შეკითხვა არ დაუსვამს და ისე მორცხვაძის რომ არც დაასმევინებ. თუ არ მივეცილება. გამარჯობა, ძინა მაყაშვილი, რადიო ევროპა პლუს. მე ყველასთან მაქვს ერთი კითხვა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. აი, იმას, რასაც აკეთებთ, ანუ თქვენ მოღვაწეობას შეიძლება დაირქვას სახელი ხელოვნება? უი, აბა რა, შემოყარ. და თუ რატომ მაშინ აი როგორ რა? ნუ არა, იმიტომ რომ ხელოვნება, ლექსი აბა. ხელოვნება, აი შენ რომ მიპასუხე ხელოვნება გასაგებია. არა, ლექსი რა არის? ხო, მაგრამ ლექსი, რომელიც ხანდახან რითმაშიც ვერ ჯდება, ვერც კი. შეგესმის ასამობელი. ხანდახან ალოგიკურია. ხანდახან ალოგიკურია. რომელი? მე ვერ დავაკონკრეტებ. კონკრეტულად. აბა რატომ უნდა ალოგიკურია? ვინ გითხრა? ბატონო? მოსმენდი და თქვენ? კი, მე საერთოდ სიმართლე რომ გითხრათ, რეპი მოყვარული არა ვარ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს საერთოდ ხელოვაკ და შემოქმედებით ხარ. გაიხარა. ხო და აი შავ პრინცთან მო კიდე ერთი კითხვა რა. მე მგონი ცოტა ისეთი რა, საინტერესო იქნება შენთვის. ორიოდე სიტყვა შენ პროექტზე ილიკო სუხიშვილთან. ხო, ილიკო სუხიშვილთან რაც შეეხება ქორეოგრაფია რა, ამასთან ერთად კიდე რასაც თუც ვაკეთებ. სუხიშვილი რეპას და შავი პრინცი ცეკვას. ხო, მოხდები, არა ცოტა უცნაურია, ეხა შავი პრინცი და სუხიშვილები. უცნაური რატო არა? აი თქვენ სახელიდან გამომდინარე ალბათ, ხო? ნუ ეხა სხვადასხვა ხელოვნებაში, ნუ ქორეოგრაფია არა, უფრო სპორტულ ცეკვებს ძირითადად პლასტიკას. ნუ ბრეიკდანსით შედის. ნუ პლასტიკას რაც შეეხება რა. რადგანაც ახალი პროექტი იყო დაწყებული, ასაფართი ესე დავარქვათ. გაგვიჩნდა სურვილი, რომ პლასტიკის რაღაც განსხვავებული ნაწილი ჩაგვედო ამ ასაფართში. რა ეს ილიკოს სურვილიც იყო და ჩემი სურვილიც იყო, ჩვენ მეგობრობთ ერთ შენობაში მუშაობთ, მეც ყავს რა რამოდენიმე მოსწავლე, სადაც ჩემგან იღებენ მაგალითს პლასტიკისას რა. და გვინდა რომ განვახორციელოთ. ნუ არის რა ესეთი ჩანაფიქრი. მაგრამ ეხლა ილიკოსაც ძალიან ბევრი საქმეა. და კიდე ჩემი საქმე. ჯერ ვერ ნუ არა, ჯერ ვფიქრობთ, როგორ რანაირად რომ გამოგვივიდეს კარგი და საინტერესო. ჯერ გონებრივად მუშაობთ და მე უკვე ფიზიკურად ჩავერთვებით და განვახორციელებთ აუცილებლად. ქართული ფოლკლორი არის. ლარი მიკროფონში. როგორ? ქართული ფოლკლორი ხომ აღარ გაბავა ეს სოლანი. რატო არ გამო? ახლა თქვენ თქვენ ვერ ხედავთ ამას, ხო არა რომ ჩვენ ქორეოგრაფები ვართ და ალბათ ხედავთ ამაში რაღაცა საინტერესოს რა. ახლა მაგას რა თქმა უნდა, ვინც ქორეოგრაფი არ არის, ის ვერ შეხედავს და ჩვენ ხედავთ. შეიძლება ხედავთ და ჩვენ ვწდებით, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან ძნელია დანახვა ბრეიკ დანსსა და მაგალითად, რა ვიცი, აჭარულ შოუს. ნუ არა, ეს ბრეიკ დანსი არ არის ძირითადად. მე მოვიყვანე ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რატომ? სინთეზი უნდა მოხდეს რამე? აქ ძირითადად არის პლასტიკაზე რა საუბარი და ბრეიკ დანსი ფლობს სერიოზულ პლასტიკას რა. ალბათ ბრეიკ დანსის ყველა მოცეკვავე იცეკვებს ნებისმიერ ცეკვას. მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ყალიბდება ამ მიმართულებაში სერიოზული პლასტიკა. ამას ერქმევა ისევ ასაფართი? ნუ არ ვიცი რა დაერქმება, არ ვიცი, მაგრამ ჯერ კიდე გეუბნებით, მუშაობთ გონებრივად, მე ჩავერთვებით ცოტა ფიზიკურად და მე მგონი ბრეიკ პარტი იქნება ეს ალბათ. ალბათ, რა ვიცი.
გასაგებია ლიზა ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება რეპ კულტურასთან დაკავშირებით აი ძალიან ვისწრაფის ჩვენი ქართული ესტრადა რომ რაღაც მივახლოვდეს ამ სოფლიო სტანდარტებს და სოულსაც მღერი ვართ ჰიპ-ჰოპიც შეიქმნა თუმცა მე არ ვფიქრობ ეს ჰიპ-ჰოპია იმიტომ რომ ნუ ჰიპ-ჰოპი ეს არის MC, break-dance, graffiti და რეპი ერთად ხო და ჩვენ ვხედავთ მხოლოდ რეპს ანუ დანარჩენებს აი რაღაც მთელობა კი ხო ხაგინახე შენ სუნდოგიდოგი თავზე რო ტრიალებდეს დედაზე ჩემე კარგო მის გარშემო იმდენი ხალხი ტრიალებს მე ჩემს გარშემო რა ისი ვინ ტრიალებს შენს გარშემო ლელა წურწიბუია კი ბატონო მინა ზურა ხაჩიძე ბრეგდანსისტები მე მაგალითად ვცდილობ რა 100%-დან 80% მაინც არის დატვირთვა ჩემს კლიპებში და კონცერტებზე რომ აუცილებლად ხო რა ეხლა ეს კიდე რა რეკლამებიც კეთდება ეხლა რომ ბრეიკდანსის ფედერაცია შეიქმნა ამ საკითხშიც პატარა წვლილიც მიმიწვის და შეგიძლიათ მოგზავნეთ ნახოთ დაათვალისწინოთ ძალიან კარგი მაგრამ ჩვენ მაინც ერთი ნაბიჯი თითქოს ყოველთვის თითქოს და არა ნამდვილად ჩამორჩებით და არა ალბათ ერთი ნაბიჯით და არა მარტო თუნდაც ეხლა როდესაც და არა მხოლოდ რეპში გეთანხმებით ამაშიც არის ახალი ტენდენცია ხო ძალიან უკვე პოპულარული მთელ მსოფლიოში ეს არის რეპის და როკის შერწყმა ხო ავიღოთ ახალი პროექტები ეს არის Snoop Doggy და Doors ეს არის მაგარია ძალიან ეს არის Jay-Z და Linkin Park-ი და კიდე რიგი აი ესეთი ძალიან საინტერესო და ხმაურიანი პროექტები ანუ ჰიპ-ჰოპერები ეძებენ ახალ რეპერები გენაცვალე ერთი და იგივე პრინციპში ჩემო კარგო მე ლექციას მე წაგიკითხავ შენ კაბო და გეტყვი შენ ვინ არის და რა არის ხო კარგი ყველაზე ჩვენი ჩვენ თუ ვაპირებთ რა მე მაინტერესებს რატო ეს სიახლე არ არის თქვენს შემოქმედებაში და რა იცი და არ არის ეგ არის სიძველე ჩვენ სიახლეებში მაშინ მითხარი შემოხედავი თვალებს გითხრა ვისთან ეგ არის ძალიან სიძველე ჩვენ შემაგა თვაკეთი აბა მითხარი არა 93-ს რასაკეთებია გაიზარდა ის ხალხი აღარ ახსოვს ნუ ეხლა რამოდენიმე თვეების უკან მახსოვს კარგად ძალიან როგორც ეხლა ვაკეთებდი მაგას აი ლინკი პარტნერ ჯეიზი რომელ ჯგუფთან იმას ბიტლებთან ერთად გამო სერიოზულად გეკითხები ჩემ ჯგუფთან ერთად რომელსაც ერქვა Crazy Rats აი ესე ერქვა ჩემო კარგო და შავარამიშვილები და მაშინ რო ცოტში იყვნენ ჟურნალისტები სერიოზულ სტატიებს წერდა ჩვენზე და შენ არ იცი ესა სამწუხაროდ ჩემო კარგო მე კი არა ძალიან ბევრ მაინც ეგ არის ძალიან ძველი ამბავი ჩემს ცხოვრებაში და ჩემს ისტორიაში ხო, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს არის აბსოლუტურად უცნობი, ჩემო კარგო და არის ეხლა სრულიად ახალი პროექტები. შენ რას ქმნის სიახლეს ამ ხრივ, თუნდაც ან სხვა მხრივ. გარდა იმისა, რომ ღერი ხარ პოპ მომღერლებთან და ხარ ნაპატპიევკა უკაცრავად რა. პოპ მომღერლებთან. არის თუ არა ეს კაცო? ხო. ეგ რომელია ქართულად? არ ვიცი, არის გადამითარი. ქართული რატო არის? კარგი, დავანე. Sorry. ძალიან დიდი ბოდიში. გაგაბრაზე კაბუ. გაგაბრაზე, ჩემო კარგო. გაგაბრაზე არის იმას. შენ პირადად. კაბუ. დამითვალმეთ. კაბუ, დამისაბუთებს. მე ერთად მოვუსწრებ ლექციას, მაგრამ ხატია დასწრები. არა, რატო არ მიპასუხებ? თუ არა, ახალს ამ მიმართ. რას? ვერ გავიგე? თქვა კაბუმ რომ მე შევქმენი და ახლა 93-ში შექმნა, რომელიც არ იცის არავინ და არც არავინ. ლექსებს შექმნა ეგ ირაკლი ჩარკვიანთან ერთად. აკაკი შენ მას ფიქრობ? ზუმბა და ბევრი კიდე კაი ადამიანები. ეს ისტორიასთან ერთად ერთი კარგი შექმნილი კომპოზიცია ქვია ვერმენდობი მას. ეხლა სულ მალე მოგიტან რა პირადად. შენთან მოვიტან ლიზი. ქვია დაამტრიე როკი. დაამტრიე როკი და მიიღებ რეპს. ესეც სათაურით არის რა. ოღონდ ძალიან ძველი ნამუშევარია რა ეგ. საერთოდ რომ გაგებაში არისო, თქვათ, მაშინ პაკალენია იმისა, რომ თუ შეიძლებოდა უკაცრავად რუსულად რატო ლაპარაკობთ? არ ფლობთ ქართულ ენას? მაშინ მიმართეთ კაბუ და კაბუ გასწავლეთ. ეს არის პროვოკატორი ადამიანი. გააგზელე აკაკი. მე შემიძლია ხანდახან ინგლისურით შევასწავლო, მაგრამ ეხლა გააშინია როგორ მოტივით წავეყო. შენ მე რას მაყრი ვერ გავიგე. ქართულთან ერთად ბგერების სწორი წამოთქმაც ძალიან ფოთი. აკაკი დაასრულე? უკაცრავად. აუ ერთი კითხვა. მაგრამ
გამოვაჩენ მაგის დროს აუცილებლად მოვა მე შეიძლება სხვა თემაზე გქონდეს ჩვენ საუბარი. ამ ეტაპზე თავს ვიკავებ რა. გასაგებია. ყოველი შემთხვევისთვის ის ნათქვამი რომ მე ცოტა უნდა შევისწონო იმისათვის რომ ახალი ნაბიჯი გავდო ამ ახალი ნაბიჯს მოყვება ცოტა სხვანაირი. ახალი ნაბიჯი გავდო შემოვიდა კიდე გეუბნები და ვაპირებ იგივეს ნიკი კიდე მე მოგელაპარაკე სანამ შენ კითხვას დასწავდი აგერ რა თქვა კაცმა რომ აპირებსო როკში დაბრუნებასო და როკში დაბრუნებას კი რო აპირებ ამის სინთეზს ვაკეთებ. იმიტომ რომ პოპულარულია და ვიღაცები აკეთებენ ამ ჯერიზი გააკეთებენ. ერთი წუთი ხატია სანამ კითხავს დასწავ ლექსოს უნდა და რაღაცას. და ის რა ქვია ბექებში არავის არ უნდა. კაბუ თუ დააჩქის რა თქვა. ბექებში. ლექსო. თქმარ ისი უბრალოდ ვეთანხმები ეს გაუკეთებიათ, აგი აკეთებენ, მაგრამ ალბათ მე უფრო სხვა მხრიდან ვიტყვი გავცემ ამ კითხვის პასუხს. მაინც ცოტა ქართველები ხო იცი ასე თუ ისე არ გიათვით პრობლემური ხალხი ვარ და იგივე აი ერთმანეთი არ გვიყვარს ეხლა დასამალე ხო არ არის როგორც გარკვეული ზომით რა და ის იმაზე ამას ამბობს როკერები ფიქრობენ რომ რეპერები ესეთები არიან იმასაც ვერ ჩავწერ ის პაპსავიკია მე იმას ვერ გავუკეთებ და აი ამ ბარიერს როცა გადავლახავთ მე ხალხი ყველაფერი იქნება ერთი კითხვა მაქვს თუ შესაძლოა თუ არ გისმენთ ხატია აი ერთგვარად ლიზას კითხვას გავაგზავნებ და აი ახლა ლექსომაც თქვა რომ ეს ბარიერი უნდა გავარღვიოთ და მე მაინტერესებს ალბათ შავპრინც ნაკლებად მექნება შეკითხვა იმიტომ რომ მას ჯერ ეს პრეცედენტი არ დაუშვია თუ არ ჩავთვლით იმ ფოლკოთეკას რომელიც ჯერ არ ვიცით რა არის ჯერ შეიქმნათ და მერე ვიკამათოთ ხო პრინციპში აი თქვენ ყავთ რა გარკვეული კატეგორიის მსმენელი ხო რეპერები აი ლექსომ ჩაწერა დუეტი აჩიკო მეფარიძესთან ლელასთან ჩაწერა დუეტი ზურა ხაჩიძესთან ჩაწერა დუეტი არა მე არ ვიტყოდი ესე ნინასთან ჩაწერა დუეტი ეს ხომ არ არის თქვენი მხრიდან აი ერთგვარი ფანდი პოლიტიკური ალბათ რომ აი ის მსმენელებიც მოიზიდოთ ვინც უსმენს თქვათ აი იმ ადამიანებს ვისთანაც დუეტები გაქვთ და თქვენ არ გიფიქრიათ ხატია შენ არ გიფიქრია რომ ეს პირიქით არის და მათი მხრიდანაც არის ფანდი არა თუნდაც ეხა ისინი როცა დასხდებიან მაშინ მათ დაუსვამ ამ კითხვას და ამ შემთხვევაში იცი რა მე ვფიქრობ რომ რეპს უფრო ცოტა პროცენტულად მსმენელი ყავს ვიდრე ვთქვათ შემსწარხა არა ნუ პოპ მუსიკას ეს სოფლიოში ესეა ამაზე ხო აბა რატომ მოხდა ეს თქვენი ტანდემი უბრალოდ აი ესე მოხდა რა ნუ ექსპერიმენტი თქვათ ერთი იყო ლელასთან რატო გაგძელდა მე ზურასთან მომწონს მე ეგეთი რაღაცების კეთება და მიყვარს მე აღარა ვარ ის იმას აქშო წავიდე და ეხლა მთელი დღეები და ღამეები სტუდიაში ვაღამო და რაღაც სოლოში არა კაბუ დამეთანხმება ხო ეს ცუდი არ არის როცა გინდა მოიზიდო თქვათ იგივე არავის არ ვიზიდავ არავის არ ვიზიდავ მე ვაკეთებ იმას რაც სიამოვნო ანუ შენ პოპულარობისკენ არ იყვე ბიჭო არ ვიზიდავ არავის რაც მომწონს იმას ვაკეთებ და თავისით მოდის ეს ხალხი. ხო, ამას ვამბობ, ეს წინასწარ ხომ არ იყო თქო კაცო, ამას გეკითხები. აი მაგას გიპასუხებ მაგაზე კონკრეტულად. არა. მართლა არა. მე კიდე ესე ლევასთან მინდა გითხრა რომ ბაბატონო. მამულიჩამ დამიდეკა და მითხრა რა ვქნათ კაბუ, ხო არ გავაკეთოთ რამეო. და გავაკეთოთ რამე. და გავაკეთეთ. კაბუ დამეთანხმები. ნინასთან ერთად იმიტომ რომ ნინა ჩემი მეგობარია, ვისხედით ერთად, სულ ერთად ვიყავით იმ სტუდიაში. ბარემ გავაკეთეთ. დამეთანხმები ალბათ მე ნინასთან დუეტი არ მომისმენია, მაგრამ რადიოს პრაქტიკა გარკვეულწილად მაქვს, ხო ალბათ დამეთანხმები. 7 დეკემბრის მერე შენ კიდევ უფრო პოპულარული გახდი ლელასთან შესრულებული სიმღერით. არაფერს ვამბობ, მე არა რეალურამდე იყო, მე ვიცი, რადიოში ტრიალებდა. მე ზურასთან დუეტი ეხლა ჩარტებში აი დაალიმეტყვის ალბათ ვერტნოპლისი ძალიან პოპულარული და შეგიწყო ხო ფაქტიურად ხელი. ეს მეც მიწყობს ხელს ლელასაც და ზურასთან. რა თქმა უნდა. ანუ ეს მარტო ჩემგან გამომდინარე ან ლელასგან გამომდინარე რა თქმა უნდა. რაღაცა მაგრამ ლელა ის კატეგორია რომელმაც სპორტის სასახლე უკვე გაავსო. ხო, ანუ შენ უფრო მეტი ძალიანაც კარგი, უნდა გაავსოს, აბა. ხატია, რადგანაც ასეთი ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა, დავშეთ შეიძლება ამ უხერხულ არა და ადამიანს ეუხერხულება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მე მოგაწოდება ობიექტურ ინფორმაციას, რომ ორივე შემთხვევაში ინიციატივა მოდიოდა პოპ მომღერლებისგან. მე ჩემ თავზე რო გავცე პასუხი შემომთავაზეს და დავთანხმდი და მაინტერესებს შენი აზრი ჩემ შემთხვევაში როგორ იყო რაც გავუთხარი. როგორ? აი მე რეზონანსი სიმღერის გამოხმაური. ნუ მე ამ შემთხვევაში ყოველი კითხვა რომ დამიფიქრე. ისაო, შენო დუეტები გაქვს იმასთან რა ქვია, ამიკოსთან და ღამურასთან და ხო არ ცდილობ მაგათ ხარჯზე გამოჩერდ. ნახა, ამიკო და ღამურას დუეტმა უფრო გაგხადა პოპულარული თუ ლელა და ზურასი, ხო რეალურად რო შეხედა. იცი ჩემო, მე და ამიკოს დუეტი ძალიან პოპულარულია დღემდე.
აი ამიკო ლელამდე და ზურამდე იყო და აი ძალიან პოპულარულია. ლელამ და ზურამ დაავიწყა ყველა შენი და ამიკოს დუეტი შეიძლება რა. იცი რა მე არ ვუარყოფ არც ერთ ფაქტს, არც მეორე ფაქტს და არც გეწინააღმდეგე, არც გებრძვი, მაგრამ იცი ხდება ყველა ნამუშევარი რაც მე ბოლო პერიოდში გავაკეთე ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ რა. ხდები? ანუ და იმ პიროვნებებს კიდევ ისთანაცაც მოხს გაკეთებული დუეტები. ანუ მე რაღაცა იძულებით და თავზე იარაღების დადებით და იმისთვის რომ მე სპორტის სასახლე გავავსო, არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა რომ მინდა რომ. ხდები? ანუ ეს რაღაცნაირად არ დაგვიწევ მე და მოგიჩვენე. არა, მე არ კამათობ, მაგრამ არა, ვიცი რომ არ მეკამათები, არც მე ავკამათებ, უბრალოდ მე აგიხსენი ჩემი რაღაცა ის. და ბოლო ორი კითხვის ერთი დასვისას კითხვა მაქვს, ცოტა განსხვავებული კითხვა არის რა. დისკუსიას არ გამოიწვევს, მალე პასუხი. რეპი გარდა იმისა, რომ არის რითმული პოეზია, ძალიან მდიდარია, აი რეპერებს აქვს ძალიან მდიდარი ლექსიკა, ჟარგონი, რაც ძალიან ხიბლავს მე და ჟესტიკულაცია, ხო, თავისი ჟესტები რა. ხო და დარწმუნებული ვარ თქვენთანაც არის ქართულ რეპერებში. აი თუ შეგიძლიათ რომ აი რომელიმე ჟესტის, მისალმების ან რას ხმარობთ ამ ხშირად ჟარგონს რაღაცა გითხრათ. მისალმები. რადგან დასავლეთელი ვარ, ყოველთვის რაღაცებია კიდე. Hey yo, what's up, man? აი ესეთი რაღაცები. ყველა რაღაცა ესეთ მომში. რა ვახარ? ქართული თუ არის, გარდა იმისა რომ იქაურის განმოღება კარგია ეს ყველაფერი. ჩაოლებრივი კუჩური მისაღო, ხტები? აი როგორც იქ არის კუჩაში. ჩაოლო რა ვახარ, რა შვები ბრატ. ჩემი ძმა, როგორ ახარ, ჩემი ძმა. ხტები? აი როგორც კუჩაში ხდება რა, ხტები? აი ესე ვესწავლობ ეხლა. მაგრამ ეს მაგარი кай კონტია. ანუ რას გეუბნება ის სხვა ზანგები რომლებიც არ არის რეპერები, ყველა ესე ესალმება ერთმანეთს რა. ამ კუჩურია. ეს გასაგებია, ხო? ეს იმათი ვიცით, იმათი მეორე თქვა. ჩვენთან ხო გოყაზე გაკოცნა, იქ რო გადაკოცნა თავში დაგარტყავს რა. მე დამემართა ეს სხვა შორის. აქ მე ჩამოსულები ბიჭებმა ჩამოიყვანეს. აკრეთ კაცო აი მინდა. It was like ხო, სახე რო დახვდა აეროპორტში და poetry emotion მე კი არა კაცო. მანამ მე უფრო. სერიოზული რეპერი, აი უმძიმესი სასტავი ჩამოვიდა რა. და მაშინ ის პირველი ვეში ხონდა წაწერილი ჩემი რა, პირველი კომპოზიცია არის ვეშია. ხოდა ისა და ჩამოდე რაღაცებს ასრულებენ და ნუ ჯერ ჩვენ ვიყავით ნუ რაღაც პუნჩი და მე ისინი ჩამოვიდნენ იქიდან სასტუმროდან და რაღაცები მოისმინეს რა ჩვენი რა და აუ რაღაც ამბები ატყდა ესენი და cool nigga you are white nigga რაღაცებს ყვირიან და მოვიდა და ჩამოვარდო და გადავყო. უსო, აი როგორი დაიბნა ტიპი აი. ბიჭო მაგარი დაიბნა და მეთქი ბიჭო აუხსენით ამას თუ ქალაქური პონტია ბიჭო თან ბავშვი ვარ მაშინ მაგარი ავიჭერი. ეს მივხვდი რომ ფიქრობს რომ ეს მინარია გეი. დავწოფდი. ანუ როგორ გეგონა? კარგი, ვინი დასოს ბოლო კითხვას და დამთავრდება გადაცემა. ჟარგონებზე გამახსენდა. გამომხიარული რა წირო დავიძაბ. ერთი პატარა კითხვა. თქვენ ხართ აი მართლა ჰაი კლასი, ამას ნუ ვერავინ ვერ უარყოფს, ფაქტი ჯიუტია. დიახ და თქვენს უკან მექვევით არ ვამბობ, თქვენს უკან მოდიან არა მარტო თქვენი თაობის წარმომადგენლები რეპში, არამედ გაცილებით პატარები. და მათი ჟარგონები გაცილებით აგრესიულია, გაცილებით უზრდელობის ზღვარს და უფრო ცილდება. და როგორ ფიქრობთ, რა ვინ არიან ამაში დამნაშავეები და როგორ შეიძლება რომ ეს ერთად ყველამ იგივე აი თუნდაც ჰაი კლასის წარმომადგენლებმა რომ ამათ ყველაფერი გამოწოდოს, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაანებოთ თავი საერთოდ ყველაფერს და ჩვენ დაგვრჩება ხელში რაღაც მე მარტო ნარკოტიკებისკენ მოწოდებას კი არ გულისხმობ, საერთოდ მარაზმი დაგვრჩება ხელში. ასე რა აზრიანი შეკითხვა. მე ვფიქრობ რომ ის ბიჭები უნდა აკონტროლოს ვინმე საერთოდ ეს ყველაფერი. უნდა აკონტროლოს ეს ყველაფერი რა თქვა. ვინმე. იცი რა მგონია. უფრო დაიძაბება და უფრო რაღაცნაირად იმის სურვილი გაუჩნდება მეც ასე მგონია. ხტები აი რჩევარ რა ხდება იცი რომ ყველას ქონდა ეს პერიოდი რა ხტები ძალიან აგრესიულები ვიყავით. აი მაშინ როცა როკს უკრავდით. ძალიან აგრესიულები ვიყავით, იმიტომ რომ თინეიჯერები ვიყავით. მაშინ ეს მოზღობებული იყო ძალიან. რაღაცებს მთავრობისგან ვერ ვიტანდით, რაღაცას საზოგადოებისგან გესმის, რაღაცას ვიღაცისგან არ მოგწონდა რაღაცეები, ხვდები და ჩვენი რაღაცა ხედვა გქონდა რა. ამიტომ ვიყავით ძალიან აგრესიულები იმის წინააღმდეგ, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვიყავით უძლურნი. ანუ
ხო ვარდების რევოლუცია ძალიან დიდმა ბიჭებმა გააკეთეს. ჩვენ პატარა ბიჭები ვიყავით მაშინ და ეს ბავშვებიც ვიდრე შელაპარაკობ, არიან ძალიან პატრები და აუცილებლად დაგვინდებიან და მიხვდებიან იმას, რომ აგრესია ძალიან დიდი დოზით არ შეიძლება. და ბოლო კითხვა თუ შეიძლება. თავისი. გასცენ პასუხი ვალი. აი გავპოვი. იცი რა იქნება? თუ ვინმე ჩემამდე მოვა, მე რა თქმა უნდა დავაკვალიანებ და აი გულახდილა ძალიან ბევრ რჩევას მივცე, მაგრამ აქ რა მოხდება უკიდურე შემთხვევაში? ინდივიდი დაუპირისპირდება კულტურას, ანუ ინდივიდი უნდა შედევდეს კულტურაში, ესმის და მე ეს თავში გარდაქმნა მოხდება თვითონ ამ ინდივიდში. იმიტომ რომ ეს სასაუბრო თემა დღეს რატომ გამოჩნდა, არ ვიცი თქვენ რომ ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა. იქ ყველაფერი სხვადასხვანაირად ხდება. ჩვენ ყველაფერი უნდა მოვაქციოთ ჩვენი სოციოკულტურის სივრცის ფარგლებში. ყველაფერი რა, ყველაფერი ქართული უნდა იყოს, ისიც. იმ ბავშვს ჯერ მაინც უსმენს, ის ბავშვი უსმენს თუფაქს. შეიძლება აი პატარა ქვეყანა ვარ, არ ფიქრობ გაცილებით ბევრი რეპერი ყავს ვიდრე ამერიკას. ზომიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ადვილია რაღაცა მე რაღაცა უცბად რაღაც ლექსი დავწერე, წამოდუცუ დავადო. კარგი, ვინ იქნება აკაკიმას გაწევა? ეს სატია საწინააღმდეგო თვისე. ბევრი, იმიტომ არის ბევრი. ვინ მიკროფონში? მე ხო იცი, მაგასთან დაკავშირებით ფაქტს მიიღება. რომელსაც ავიტანე ხა რადიოში, რომელსაც ქვია ფორტუნა პლუსი და დავატრიალებ. მან მიხვდებით, აი რომ რა აზრის ვარ მაგაზე. მე მიხვედრილი ვარ რომ მივხვდი მაგითო. კარგი, მოდი, ეს იცი რა, ვინ გადაცემა თავდება? გადაცემა დასასრულს უახლოვდება უკასრავად ვინ რომ გაგაწყვეტინე, აკაკის იქნებს სულ და პასუხი გაეცადა. ნუ რა ვიცი, მე მგონი ჩემი გამოსწორება არ იქნება, მე ეხლაც აგრესიული ვარ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გზნობ სად და რა მომენტია. სად უნდა ვიყო აგრესიული და სად არ უნდა ვიყო. ზედმეტად აგრესიული არ ახლა. ხო, ნუ ეგ ალბათ უკვე დროის ფაქტორი აუცილებლად. ხო, ეს ალბათ დროის ფაქტორი არის და ცოტა რაღაც მასწავლა ამან ყველაფერი, მაგრამ ალბათ გაივლიან იგივე ეტაპს და რაღაცა დაფიქრდებიან. თუ ჩვენგან მაგალითი აინტერესებს და თუ უნდა რომ მაგალითი აიღოს ჩვენგან, აი რა მომენტში უნდა იყოს აგრესიული და რა მომენტში უნდა იყოს თამდაბალი, ხო? ნუ მაგის გადაცემაც შეგვიძლია ჩვენ რა, ნორმალურად ადამიანურობა რა. მე ისე ვფიქრობ რა. გასაგებია და გადაცემა დასასრულს მივახო და არის ერთი კითხვა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ჟურნალისტებმა დღეს არ დასვეს და მე დაგისვამთ გადაცემის დასასრულ. საერთოდ არსებობს ესეთი ფრაზა, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე სხვადასხვა ოჯახებში ან ქუჩაში, რეპს მე ჩემს ბავშვებს არ მოვასმენებ. ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ ამ ფრაზის განმარტება, რატომ? უი. ძალიან კარგი თუ არ მოასმენებენ, კაცო, მაინც მოусმენენ ის ბავშვები და ხა უკრძალავდა ეს. არის ასეთი აკრძალვა პრობლემა. მე მიგძალავდნენ სიგარეტს და ეგრევე მოვწი. მარტო რატომ არსებობს ეს? არ ვიცი, შემოკარგა, რა გითხრა ეხლა. ალბათ ვიღაცები რომ გამორბიან ტელევიზორში და ყველა რო რეპერია და ყველა მაგარი კაცი როა და იმას ვიღაცებს უკვე აღარ უყურებენ, რა ხვდები? ვიღაცებს უკვე აღარ უყურებენ და აღარ ამჩნევენ ჰიპ-ჰოპი, სხვა რაღაცაა რა, სხვა რამეა. გემოვნება აქვს. გემოვნება, როგორ? ხარისხი და გემოვნება. ხო რა, ალბათ ის რომ იგინებიან ეგენი, იგინებიან და იმას არ უყურებენ ქმრები, ყოველდღიურად უაგინებენ ჩაის წინ, და ჩაის უბერია. იმას არ უყურებენ და იმას კიდე არ უყურებენ ტელევიზორში, რამდენი იგინებიან. ანუ ბარტ სიმპსონი არის და ბარტ სიმპსონი არა. დენის მინისტრი რო რაღაცებს იძახის იქა და კიდე ვიღაცების მინისტრები კიდე და ჩვენგან რა უნდა? კარგი ბატონო, ლექსო. ლუკა, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ ტრადიციას უპირისპირდება ნოვაცია და ყოველთვის აქ წარმოიქმნება ხოლმე ჭიდილი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ ტრადიცია არის ისეთი რამ, რომელიც გასაგებია, მაგრამ საშუალება არის ტრადიცია არის ისეთი რამ, რომელიც აქტუალიზირდება აწმყოში და აპროექტირებს მომავალს. მაგრამ ეს ყველაფერი აბსოლუტურად მისაღები ცოტა ხანში რა. გასაგებია, აკაკი შეხوار დავატოვებ. ძალიან მოკლედ. საინტერესო წინა სიტყვაობას უკეთებენ მშობლები. მე მგონი რომ მაგით უფრო დაინტერესდებიან რა, რომ მოусმინონ რა. და ეხლა ჩვენ არ ვაწერთ ხოლმე, მაგრამ ზამპარნი დისკებზე აი რეპერები როცა თავის ალბომს უშვებენ, აწერია ხოლმე რა, ნუ მოუს და ემინემიც კონკრეტულად ეუბნება კლიპში. ნუ მოუს ეს არის უფრო საინტერესო ალბათ. ჯობია რომ ის უთხრან რომ მოусმინეთ. გასაგებია. უკაცრავად, ვინი დრო აღარა. გასაჯე, მოусმინო თუ არ მოусმინო? გასაგებია. მე დღე დამჩენია რომ წარმატება გისურვოთ, რეპი ყოველთვის იარსებობს, მთავარი არსებობს ეს ხარისხი, ასე რომ გისურვებთ რომ რეპი შეგექმნათ ხარისხიანი და შესაბამისად მაყურებლისთვის ხარისხიანი პროდუქცია გეწოდებინოთ. დიდი მადლობა ჟურნალისტებს, დიდი მადლობა მაყურებლებს, გემშვიდობებით, კარგად.